სალამ მეგობრო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე მიცი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ სტუმარს მალხასთორიას. მალხას მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მაყურებელს კი მინდა აუხსნა რომ ბატონი მალხაზი გახლავთ ძალიან კვალიფიციური სოციოლოგი, ახლა სოციოლოგიის სადოქტოროს იწევს მეორეს და თან შეიძლება ითქვას ისტორიის ფილოსოფოსი, ხო? ისტორიკოსი ვარ, ასე ვთქვათ, წარმოშობით როგორც იტყვიან თესეუს დავიცავი. დიახ. ჩემთვის სწორედ ეს არის ღირებული, რომ ანუ ისტორიის სოციოლოგია რაღაცა განსაკუთრებული ბლენდია, ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციის ინსტრუმენტი შეთავაზობს. და ამ ჟანრში ჩვენ განვიზრახეთ, რომ ალბათ ჩვენი რეალობის ძალიან აქტუალური თემა რო განვიხილოთ, ოღონდ ძალიან დიდი მაკროსურათით. რომ ამ მაკროსურათის ნაწილი ვარ ჩვენც და შემდეგ რაც დაგვემართა და ახლა რაც გვჭირს ალბათ ამის სიმპტომებს სწორედ აი ამ პრობლემატიკაში ამოვიკითხავთ. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიული მეხსიერების კონსენსუსი. ანუ ახლა უფრო კონკრეტულად რო აუხსნათ მაყურებლებს თუ რა მოვლენებმა განაპირობა ის რომ რაღაცა დემოკრატიულ ღირებულებებზე შევთანხმდით და თან ეს იმ ისტორიულ პრეცედენტებთან წინააღმდეგობაში რომელიც საბჭოთა კავშირს თავის ისტორიაში თან ახლდა. ანუ ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანის უფლებების დარღვევის მიუხედავად კიდევ ეს რაღაცა ძალიან უცნაური ბლენდი ამ საბჭოური რაღაცა სენტიმენტების, საბჭოური კეთილგანწყობის, საბჭოთა კავშირის მიმართ კეთილგანწყობის და ახლა კიდე აი ამ ახალ რეალობაში გამომდინარე აი ახალი დემოკრატიული გლობალიზაციის პროცესებიდან ეს გაჩენილი ძალიან უცნაური მოვლენა რომ აი საბჭოთა კავშირის მიმართ ერთგვარი რაღაცა ამორჩევითი მეხსიერება მუშაობს, სადაც აღარ იხსენებენ ბუდაპეშტის 1958 წლის მოვლენებს, აღარ იხსენებენ უნგრეთის გაზაფხულს, აღარ იხსენებენ ასე თქვათ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს, არ ვიხსენებ ჩვენ 9 მარტის მოვლენებს 1956 წლის, არ ვიხსენებ ჩვენ 9 აპრილის მოვლენებს და ვიღაცეები დღეს რაღაცებს გვიხსნიან რომ რა ვიცი რაღაცა ღირებულებითი იდენტობა გქონია თურმე ჩვენ რუსებთან არ ვიცი მე რატო ამბობენ ამას მაგრამ მოდი ეს ძალიან საინტერესო კომპლექსური თემა განვიხილოთ და ესეთი შესავალი მივცეთ ჩვენს დისკუსიას შემდეგ კი ძალიან ვიწროთ ჩავალთ აი შენი აზრით მალხას ეს დემოკრატიულ ღირებულებებზე კონსენსუსი იყო შედეგი ფაშიზმზე გამარჯვების თუ რაღაცა სხვა ზნეობრივ პლატფორმაზე იდგა ეს კონსენსუსი, გარკვეულწილად ანუ კაცობრიობის მზაობის ერთგვარი საფეხური იყო, რომელშიც უკვე ზნეობრივი შემდეგი ევოლუცია განიცადა კაცობრიობამ და ადამიანის უფლებები და თავისუფლებები გაიაზრა როგორც უნივერსალური პრინციპი თუ აი ესეც რაღაცა ესეთი ზედაპირული ერთგვარი ომის ტრაგედიაზე რეაქცია იყო. ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო და კომპლექსურ საკითხს ვახებთ ახლა ჩვენ. თქვენ როგორც აღნიშნეთ ეს ღირებულებითი ასე თქვათ კონსენსუსი თუ შეიძლება ასე თქვას დემოკრატიული მეხსიერება არის კონკრეტული ისტორიული ეპოქის ასე თქვათ თქვენ ისტორიული სოციოლოგია ახსენეთ და ასევე საინტერესო ფრაზა თქვით რომ ეს ღირებულებითი იდენტობა გვაქვს რუსეთთან ეს მე მაგალითად ერთ-ერთ თემაში სტატიაში ვიყენებ ესეთ ვებერს ვესესხები და შერჩევითი ნათესაობის ცნება რა მოხდა, როდესაც თქვათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქოს ჩვენ აი მოდივად მივილტოდით ასე თქვათ რაღაცა ამ კონდა მისწრაფება რომ გამختარიყავით. მიუხედავად მთელი турბულენტური პროცესებისა, ჩვენი ეს ბოლო რამდენიმე 3-ათეული წელი არის ძალიან ესეთი წყალგამყოფი მოვლენებით სავსე, ომები, ასე ვთქვათ, დაპირისპირებები, რაღაცა თითქოს ისეთ გზაზე დადგომა, რომ აი თითქოს სამშვიდობოს გავედით.
სწორედ საბჭოთა მემკვიდრეობასთან დაცილების მიზნით და ევროპულ წიაღში დაბრუნების ასე თქვათ ეს კონსენსუსი თითქოს უფრო მყარი ჩანდა და მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ რაღაცნაირად ეს გადართვები თითქოს ცნობიერების ანამარტო პოლიტიკის და გეოპოლიტიკური რეპოზიციონერება არამედ ხდება, როდესაც ასეთი რყევებია საზოგადოებაში, ამ დროს ხდება პირდაპირ შეტევა ნარატივზე, ასე თქვა, არის ცნება მასტერ ნარატივზე, რომელიც განსაზღვრავს ისტორიულ წარმოსახვევს ერის. და ეს დასავლეთისკენ სწრაფვა არ არის ხა პოსტსაბჭოთა, ასე თქვა, პერიოდის შედეგი, ეს თქვა ეს უფრო შორს უნდა წავიდეთ ამ შემთხვევაში თქვა თერგდალებისკენ უნდა წავიდეთ და იქ ზოგადად მოდერნიზაციის ასე თქვა პროექტის ნაწილია თუ შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ ნახავთ რომ თერგდალეულები ილია ჭავჭავაძე პირველ რიგში და სხვები როდესაც ივერიაში თუ სადაც სხვა გამომცემლობებში პუბლიკაციებს წერდნენ ასე თქვა როგორც ახლა ეძახიან საჯარო მეცნიერებას ეწეოდნენ ისინი პირდაპირ ხაზგასმით გამოყოფდნენ ერთმანეთსაგან თქვა დასავლეთს და რუსეთს და რაღაცნაირად მაშინაც სამაგალითოდ იყო მიჩნეული და ცხადია ეს განმარტებობის შემდეგ ეს მოდერნიზმი ცხადია დასავლური ასე თქვა ის იყო რეალობა და თერგდალებისთვისაც ეს იყო მისაბაძი მაგალითი ამიტომ სწორედ ამ დროიდან ხდება ასე თქვათ ჩვენ ცნობიერებაში რაღაცა უკვე კონკრეტული სტრუქტურირებული რაღაცა ერთი მხრივ ნაციონალური პროექტის სახით ჩამოყალიბება და მეორე მხრივ ეს ხდება ყოველის მომცველი ასე თქვათ ისტორიული წარმოსახვის ნაწილი. მე პირველი რესპუბლიკა გახსოვთ თქვენ რომ 3 წელიწადი იარსება მხოლოდ მაგრამ იმდენი ასე თქვათ რეფორმების თქვათ თუ რაღაცა განათლების პოლიტიკის და იდენტობის პოლიტიკის და ასე შემდეგ ინსტიტუციონალიზაცია მოხდა ამ 3 წელიწადში უკვე საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ახალი ეროვნული ხელისუფლება მის ლეგიტიმურ საფუძვლად მიიჩნევდა სწორედ პირველ რესპუბლიკას როგორც თქვათ რაღაცა დამოუკიდებლობის არამარტო ლეგიტიმურ არამედ სიმბოლურ ასე თქვათ წყაროს და რაღაცა ესეთი მენტალური ხიდი იყო გადებული ამ ორ 70 წლით დაცილებულ რეალობას შორის. და ეს რატო უნდა თქვა დავინახოთ ეს ასე გენეალოგიურ პრიზმაში ეს თქვა ეს ჩვენ დასავლური წარმოსახვების ასე თქვა ფესვები. იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ ეპოქაში ცხოვრობ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სადაც თითქოს ეხლა ხდება აი ამ წარმოსახვებზე და წარმოსახვით შემთხვევით არ ვახსენებ ბენედიქტ ანდერსონის ცნება ერი როგორც წარმოსახვიდი საზოგადოება, ანუ ჩვენ როგორც წარმოვიდგენ საკუთარ თავს რაღაც ერთობის ნაწილად და ეს ერთობა კიდე სად არის? რა სივრცეში? ხო. და იმ დროისთვის, როდესაც ეს მყარად ჩამოყალიბდა მოდერნული ქართული ერის ცნება, ეს რაღაცნაირად მიხვდათ იმის, რომ იმპერიის ნაწილი ვიყავით და ჩვენი ნაციონალიზმი, ეგრეთ წოდებული კულტურული ნაციონალიზმი იყო, არა, ასე თქვა, სახელმწიფოებრივი, ასე თქვა, ნაციონალიზმი, ის მერე შეიძლება ამას პოლიტიკური სხეული. მიხვდათ ამ ყველაფრისა, ეს რაღაცნაირად თითქოს შრეებად ერთმანეთს ედებოდა ეს რაღაცა უფრო კომპლექსური ხდებოდა ეს მისწრაფება და როგორც კი ეს ეროვნული მოძრაობა დაიწყო მაშინ ჩნდებოდა რომ აი დასავლეთის ნაწილი უნდა გავხდეთ გახსოვთ თქვენ რომ ნატოს წევრი უნდა გავხდეთ უკვე ეროვნული მოძრაობის დროს იყო ასეთი მოწოდებებიც და ასე დროს ეხლა ხდება სწორედ აი ამ ასე ვთქვათ შეტევა აი ამ ცნობიერებაზე როგორც იტყვიან და ეს უნდა დავუკავშიროთ ჩვენ როგორც თქვენ აღნიშნეთ თუ ფართო მაკრო პროცესებს, მაკრო სტრუქტურებს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამდგარ მეხსიერების, ასე ვთქვათ, დემოკრატიული მეხსიერების კონსენსუსს და მეორე კიდევ რკინის ფარდის თემასაც უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენ რკინის ფარდის მიღმა ვიყავით, დასავლეთი თავისი ტრაექტორიით მიდიოდა, ჩვენ საბჭოთა კავშირის ფარგლებში ასე ვთქვათ, იქ ცხოვრების სხვა გამოცდილება ჰქონდა და რაღაცნაირად ამ ორ შორის შედარება უნდა გავაკეთოთ, თქვენ. აქ ერთი საინტერესო საკითხი ხლა, რა ხან თერგდალეულებს შევეხეთ და იმ საკითხს კიდე დაუბრუნდებით კიდე.
როგორც არის IAS ერთგვარი კაცობრიობის მორალური ევოლუცია იყო, რეფლექსია საშინელებაზე თუ IAS იყო უკვე ერთგვარი ძველი განმანათლებლობის იდეების ბოლო-ბოლო განსხეულების საშუალება. ეს ალბათ ორი სხვადასხვა მდგომარეობაა, იმიტომ რომ იქ თუ პირველი ასე თქვათ მხოლოდ რეაქცია, ისეთი ფუნდამენტური მაშინ არ გამოდის. თუ კი განსხეულება, მაშინ ფუნდამენტურია. მე პირადად ჯერა რომ უფრო მეორეა. ანუ ერთგვარი ფუნდამენტური ნაწილია. ეხლა მე მაინტერესებს როგორი რაღაცა. აი ჩვენს თერგდალეულების დასავლურ ცივილიზაციის გააზრებაში. აქ რამდენად იყო, ანუ თეორიული ერთგვარი cherry picking-ი, ანუ რაც კარგია მხოლოდ და მხოლოდ ისე წარმოჩინება და სიღრმისეულად თუ ისნობდნენ თვითონ აი ამ დასავლურ ცივილიზაციას და შესაბამისად წინააღმდეგობებს, რომელიც ჩვენს ასე თქვათ კულტურაში არის აი ამ მოდერნიზაციის თვალსაზრისით თუ ანუ ეს საკითხი ისევ ასე თქვათ იდეალიზმის ფორმაში იყო წარმოქმნილი. აი ძალიან ზოგადი იყო და კონკრეტულად კიდევ ვერ ხედავდნენ აი ამ პრაქტიკულ ამოცანებს. შენ როგორ ფიქრობ? ხო, კი ბატონო, სამ მეორე სოფლიოს შემდგომ რეალობაზე გადავიდა საბჭოთა წარსულს მიუბრუნდებით, მაშინ ვიტყვი რომ ეს ქართული რაღაცა ნაციონალური პროექტი თუ შეიძლება ასე ითქვას მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან, ხო? არ არის ახლა უნიკალური მოვლენა იმ გაგებით, რომ ეს ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში იყო ეს თქვა ნაციონალიზმის აღზევების ასე თქვა ეტაპი. და არც იმხრივაც ვიყავით უნიკალური რომ რაღაცნაირად იმპერიის ფარგლებში ასე თქვა ხდებოდა ეს, იმიტომ რომ ზოგადად ეს იმპერიების ეპოქა იყო, ხო? ავსტრო-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია, რუსეთის იმპერია და აი ასე თქვა პატარა ხალხებს თუ შეიძლება ასე თქვა ან ეთნოლინგვისტურ ჯგუფებს, თქვა უფრო ასე თქვა მყარ თუნდაც იდენტობის მქონე ჯგუფებს, რომლის იმპერიის ფარგლებში ცხოვრობდნენ, რაღაცნაირად ეს ნაციონალიზმი უკვე თავისთავად კომპლექსური ფენომენი ახლა ეს ძალიან შორს აგვიყვანს, მაგრამ აი ამ ფაზის დროს ხდებოდა ეს თითქოს გამოგვიძება. ფესვებისკენ მიბრუნება, რაღაცნაირად ეს ეროვნული ფიგურების გაჩენა, რომლებიც რაღაცნაირად კრავდნენ სწორედ ამ წარმოსახვითობას, ერის წარმოსახვითობას და ეხლა ჩვენთან მოდერნიზმი ასე თქვათ ჩვენი მოდერნიზმი არის რუსული, ასე ვთქვათ, იმის ნაწილი, იმიტომ მოგეხსენებათ, არის თქმა მინდა, ახლა მე ჩვენ რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით და რაღაც ეს ნაკადი მძლავრი შემოდიოდა, თქვათ, პეტერბურგში სწავლობდნენ, ან სხვაგანაც სწავლობდნენ. და რაღაცნაირად ეზიარებოდნენ ამ ფარგლებში ასე თუ ისე ხელმისაწვდომ დემოკრატიულ იდეებს მაგალითად. მაგრამ ასევე იცნობდნენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, cherry picking-ი რო აღნიშნეთ, ხო, ცხადია იცნობდნენ და თარგმნიდნენ კიდე ტექსტებს, დასავლურ ტექსტებს და რაღაც ჩეხებზე აკეთებდა ილია ჭავჭავაძე აქცენტს და ჩეხეთი როგორი მისაბაძი მაგალითია, ჩეხი ხალხი, რომლებიც ცნობენ საკუთარი ასე კულტურის და ეროვნული ცნობიერების შეკვრას. რომლებიც ასეთივე პატარა ერები არიან, როგორც ქართველები და უნდა ეცადნონ აი ამ სამყაროში რაღაცნაირად გამყარონ საკუთარი ფესვები და ქონდეთ ეროვნული ცნობიერება. ასე თქვათ. ამიტომ რაღაცნაირად ვიყავით რაღაცა ორგანზომილებაში, თითქოს ერთი თქო იმპერიულ კონტექსტში, რუსულ იმპერიულ კონტექსტში, მაგრამ ხო რაღაცნაირად ცნობდნენ ეს რაღაცა საერთო ტენდენციის ნაწილიც ყოფილიყვნენ და ცხადია ეს რაღაცნაირად ერების აღლუმი თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც დაიწყო ამ ეპოქაში ქართულ ერს და ქართულ მოღვაწეებს ასე ვთქვათ ქონდა ესეთი ძალიან მდიდარი სიმბოლური კულტურული მემკვიდრეობა, ასე ვთქვათ, რეპერტუარი, ვთქვათ, იქ მწერლობის სახით, ისტორიის სახით, რაღაცა კულტურული არტეფაქტების სახით და ასე ვთქვათ შედარებით, აი მაგალითად რუსეთის იმპერიალურ მუზეუმს ხსნიდა, კავკასიის მუზეუმი რო გახსნა, მაშინ იქნებოდა ასე ვთქვათ, სიძველეთ საცავი, ვთქვათ, სადაც ილია ჭავჭავაძე და სხვები ფიქრობდნენ მაგალითად, რომ რაღაცნაირად ალტერნატიულად ყოფილიყო წარმოდგენილი ასე ვთქვათ ექსპოზიცია ქართული კულტურის, ასე ვთქვათ, ხო? იქ წარაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ასევე არის ამ ერის მოდერნული ერის შექმნის, ასე ვთქვათ, თავარი სოციალური და კულტურული, ასე ვთქვათ, მექანიზმი. და რაღაცნაირად
ეს ძალიან მყარი სოლიდური საფუძველი შექმნეს რეგდალიულებმა. მე როგორც აღნიშნე ეს გაგრძელდა პირველი რესპუბლიკის დროს და თქვათ მოხდა საბჭოთა ოკუპაცია. ეხლა საბჭოთა ამ პერიოდში თქვათ რაღაცნაირად საბჭოთა ეროვნული პოლიტიკა თითქოს რაღაცნაირად ახალისებდა ამ ეთნიკური იდენტობის ასე თქვათ ფორმირებას, როგორც ხადია საბჭოთა ისტორიული მატერიალიზმის ყაიდაზე. მაგრამ ეხლა ჩვენ რო გადმოვიდეთ ასე თქვათ ჩვენი თავდაპირველი ასე თქვათ პერსპექტივაზე თქვათ ამისთვის ხო ალბათ ჯობია რომ შემოფარგლოთ რა იყო ის კულტურული სიმბოლური ლანდშაფტი დასავლეთში, თქვათ კენის ფარდის მიღმა და რა იყო მაგალითად თქვათ აქეთ და როგორ ახერხებდნენ, როგორ იყო ყოველდღიური ცხოვრება მაგალითად საბჭოთა მოქალაქის, როგორ ახერხებს ის ნავიგაციას, ასე თქვათ, ეროვნული სენტიმენტების რეალიზებას და თან არსებობას თქვათ, თორსა იმპერიულ სტრუქტურებში, ასე თქვათ, ხო? ისე დასავლეთში რა ხდება მეორე მსოფლიო ომის მერე, ხო? ხადი ეს კატასტროფა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის სახით მოხდა, ჰოლოკოსტი, მასობრივი განადგურება, არნახული, ასე თქვათ, მასშტაბი ნგრევის და მსხვერპლის პირველი მსოფლიო ომის ხადია პირველი მოვლენა იყო მსგავსი, მაგრამ ამან უფრო სხვა, ასე თქვათ, მასშტაბი შეიძენა ამ ყველაფერმა. ევროპას მოუწია თვალის ასე თქვათ გასწორება, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ჰოლოკოსტის შემთხვევაში თქვათ ეს არის პირველად ინდუსტრიულ დონეზე აყვანილი სიკვდილის მანქანა. თქვათ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ებრაელების და ეს ჰოლოკოსტი გახდა ეგრეთ წოდებული ეს მძიმე წარსული, რომელთაც გამკლავების გარეშე წარმოუდგენელი იყო ახალი ასე თქვათ კონსენსუსის ჩამოყალიბება და რაღაცნაირად და საინტერესო ის არის რომ ეს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ იყო ესე მყისიერი თავიდან, ნელ-ნელა ხდებოდა ამ საშინელების გააზრება. და ამ საშინელების გააზრებასთან ერთად ცხადია იდგა საკითხი როგორ ვასწავლოთ ეს ძველი წარსული. როგორ აი მაგალითად გერმანია, რომელიც ასნაირად ამ ყველაფრის შემოქმედი იყო. ასე თქვათ. ცხადია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე საბჭოთა კავშირი არაფერს არ ამბობდა და ეს მერე გახდა ცნობილი როგორც იქნება 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც რაღაცა ეს გლასნოსი და პერესტროიკას პერიოდი დადგა. ხო? და აი ნელ-ნელა როდესაც უკვე რაღაცნაირად უკვე ომის პერიოდში ხდებოდა დოკუმენტირება ცხადია იქ ყარსკი იყო მაგალითად რომელიც გეტოში ვარშავის გეტოში ცხოვრობდა და ინფორმაციას აწვდიდა მაგალითად ამერიკის პრეზიდენტს მთავრობას, მაგრამ თავიდან არ უჯერებდნენ როგორ შეიძლება მსგავსი მოხდეს. მაგრამ მე ეს ყველაფერი ცხადი რო გახდა, ცხადია ამასთან გამკლავება იყო საჭირო და ამ დროს იქნება ესეთი მორალური იმპერატივი. არასოდეს never again, ანუ არასოდეს არ უნდა განმეორდეს მსგავსი კატასტროფა, მაგრამ იმისთვის ეს არასოდეს არ განმეორდეს აუცილებელია რაღაცნაირად რომ ისტორიისგან გამოვიტანოთ გაკვეთილები. ხო. ეხლა აუშვიცში რო შედიხარ, იქ წერია პირდაპირ თუ ჩვენ დავივიწყეთ ის რაც მოხდა, მაშინ დაწყებული ვიქნებით რომ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. ახლა პერიფრას ვაკეთებ ცხადია ამ ყველაფრის. და ცხადია ეს ყველაფერი რაღაცნაირად გახდა მე მოგვიანო პერიოდში ეგრეთ წოდებული მეხსიერების 70-იანი წლებიდან მეხსიერების ბუმის ნაწილი. როდესაც ისტორია არ აღიქმებოდა მხოლოდ როგორც რაღაცნაირად მეცნიერება, რომელიც წარსულს იკვლევს, რომელსაც თავისთავად, არამედ ისტორია როგორც გარკვეული მეხსიერების პოლიტიკის ან მეხსიერების ფორმირების მექანიზმი და ნაწილი, თქვათ. როგორ დავიმახსოვროთ წარსული, რა დავიმახსოვროთ, თქვათ, რა დავივიწყოთ. აი მაგათად never again-ის პრინციპი, იმპერატივი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამ დროიდან იქნება მაგალითად ეს მუზეუმები, მემორიალური კულტურა, ასე თქვათ, ჰოლოკოსტის დამახსოვრების რო აი არასოდეს არ განმეორდეს და საბოლოო ჯამში მე თქვათ ცხადია მედიის განვითარება, კინოხელოვნების, დოკუმენტალისტიკის, რაღაცნაირად ფოტოსი და მთელი ეს რაღაცნაირად აი ამ ტექნოლოგიური წინსვლის კვალდაკვალ უფრო კომპლექსური და მრავალშიანი ხდებოდა ეს მეხსიერების პოლიტიკა, ანუ თქვათ მაგალითად მუზეუმები
უბრალოდ ის კი არ იყო, თქვათ, რაღაცა ექსპოზიცია მომხდარიყო რაღაც კულტურული არტეფაქტებს, არამედ ეს უნდა ყოფილიყო აფექტური, ასე თქვათ, სივრცე, სადაც ადამიანი რო შედის დამთვალიერებელი, მან უნდა განიცადოს ის საშინელება, რაღაცა კათარზისივით უნდა რო გაივლის ხოლეს რაღაცა ხმები, იქ-სეპირის ისტორიის ჩანაწერები მაგალითად მუზეუმებში ხო, რაღაცა ადგენილი ან რეპლიკა გაკეთებული თქვათ იმ რაღაცა ვარშავის ან კრაკოვის ან რაღაცა აღმოსავლეთ ევროპის თან ცენტრალური ევროპის იმ ქალაქების სადაც ებრაული მოსახლეობა არსებობდა მანამდე კრისტალნახტი და ასე შემდეგ ხო ამის რეკონსტრუირება საგნობრივად ხო ხელშესახებად და ასევე რაღაცნაირი ტექნოლოგიური აფექტური იმის თანდართვა ხმის, ფერების, რაღაცა მუსიკის, უფრო ის შემზარავობა რაც იყო, რომ განიცადოს ადამიანმა და ამის შემდეგ განიწმინდოს და რაღაცნაირად ამის დასავლეთში ეს პროცესი ნელ-ნელა რაღაცნაირად ყალიბდებოდა რაღაცა დემოკრატიული მეხსიერების კონსენსუსის ნაწილი ხდებოდა. ანუ ერთ-ერთი პარადიგმატული მოდელია ჰოლოკოსტის, ასე თქვათ, დამახსოვრება დასავლური მეხსიერების, ასე თქვათ, კულტურის. თუმცა არა მარტო ჰოლოკოსტი იქ ცხადია მეხსიერების ბუმი განაპირობა იმან, რომ რაღაცნაირად პოსტმოდერნიზმის კვალდაკვალ ხდება გრან ნარატივების რეკონსტრუქცია, როდესაც ესეთი ოპტიმისტურად აღარ აღიქმება, ასე თქვათ, ისტორია, ასე თქვათ, რომ აი მივყავართ პროგრესისკენ, მაინც და მაინც თქვათ, ეს იქნება ლიბერალური პროგრესი თუ იქნება რაღაცა მარქსისტული გაგება პროგრესის, როდესაც რაღაც საბოლოო ჯამში კომუნიზმამდე მიდის სამყარო, ხო? და ეს ახლა კულტურულ შემოტრიალებასაც უწოდებენ, როდესაც კულტურულ ბრუნს, როგორ შეიძლება ეს თარგმნოთ, cultural turn ინგლისურად. ხო, როდესაც თქვათ, ამ გრან ნარატივების ფრაგმენტაცია რომ მოხდა, უკვე ერები ისევ დაუბრუნდნენ საკუთარი მეხსიერების, ასე თქვათ, რეკონსტრუირებას, ან რაღაცნაირად საკუთარი კოლექტიური მეხსიერების ფორმირების რაღაცნაირად პოლიტიკას და იქ ეროვნული ნარატივები, ასე თქვათ, ნაციონალური ნარატივების, ასე თქვათ, წინ წამოწევა იწყება და ასე შემდეგ. ანუ ეს დასავლეთში არის რაღაცნაირად დინამიური პროცესი მიდის. ასე ვთქვათ. ხო? და ამ დროს და კიდევ ამ დროს ახდება საბჭოთა კავშირში და ცხადია, უნდა ჩვენ ვახსენოთ ამ შემთხვევაში ამ რატო ხდება დეკონსტრუქცია ან ფრაგმენტირება, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენები ხდება სწორედ ამ რკინისფარდის მიღმა და მე შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ უკვე საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მაგალითად ვისაუბროთ ბუდაპეშტის 56 წელს, თქვათ, რევოლუციაზე, უნგრეთის რევოლუციაზე, ან თქვათ, პრაღის გაზაფხულზე, იქ მე მომდევნო პერიოდში სოლიდარნოსტის, ასე თქვათ, დანსკში, ხო? ეს ასე თქვათ, როგორ გააჩინა ამან, ასე თქვათ, ჯერ კიდევ პოპულარულ, ასე თქვათ, ანუ როგორ დაანგრია ამან საბჭოთა კავშირის იმიჯი, როგორც ასეთი, როგორც ასე თქვათ, თანასწორი სახელმწიფოსი. თანასწორობის პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფოსი, ხო, ეს სოციალიზმის რაღაცნაირად რეალიზაცია, როგორც მოდელი. აქ ახლა რახან მე პრივილეგია მაქვს ვისაუბრო სოციოლოგთან. დასავლეთის ახალი, ასე თქვათ, კულტურული მოდელების და პარადიგმების შექმნაში კიდევ ახალი, ასე თქვათ, მნიშვნელოვანი მოვლენები არის, ხო? ერთი მთლიანად პოსტმოდერნული, ასე თქვათ, კულტურული მიმდინარეობა, როგორც არის აი უარყოფა, აი ბიტნიკების, ჰიპების დაობა, სექსუალური რევოლუცია. მეორე მხრივ, აი ანუ ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გენდერული თანასწორობის, ასე ვთქვათ, ნარატივებში წარმოშობილი სტუდენტური გამოსვლები, შარლ დე გოლთან მოკლედ მთელი ამები. იქ არის პროცესები, რომელსაც თავისი ირაციონალიზმი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი რაციონალიზმი აქვს, იმიტომ რომ არსებითად ყველა ეს იდეა ისევ თავისუფლების რაღაცა ფუნდამენტურ პრინციპს აკეთებს და თავისუფლებაში წარმოშობილი შეიძლება ითქვას სისულელეებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაციოთი.
აი აქ არა სისულელებს მე ვერ უწოდეთ მაგას ხო ნუ შეიძლება ახლა ის რა ქვია არ დაიბანო და არ იმასაკა ეგეთი რაღაცები არ იყოს მასტამაიზაცია ხო როგორც ხიპებს რო კონდა და ძალიან კარგად გაცოცხლებული კვენტინ ტარანტინოს ეს ერთხელ დასავლეთში ხო მე მგონი მაგრამ ძალიან სერიოზული რაღაცებია ხო იქ როკის მუსიკა და იქ ასე თქო ჯაზი ბლუზი და ასე აი თვითონ კულტურაც გემოვნებიანი ფილმები გემოვნებიანი აი იტალიური ფილმი ერთგვარი ანუ გაცოცხლებული ანუ ფერწერა ჰოლივუდი ასე თქვა უზარმაზარი გრან ნარატივები და აქაც გვაქვს ჩვენ ძალიან სერიოზული კულტურული ისინი მაგრამ მაინც ეს სერიოზული იდეოლოგიური რაღაცა ცენზურით აი ის ამისი კომენტარი მაინტერესებს შენგან ეს პროცესები მარტო თვით დათქმულმა ხო არ იყო დასავლეთი კიდევ არის აი უკვე რესოციალიზაცია გააზრება თავისუფლების პასუხისგებლობის და თავისუფლების უპასუხისგებლობისაც შეიძლება ესეც კი ითქვას რაღაცა გაგებით ხო კი ბატონო ძალიან საინტერესო და საჭირო კითხვაა იმიტომ რომ სხვა განზომილების განცობის შესაძლებლობას გვაძლევს იმიტომ რომ მიხვდეთ იმ რომ ჰოლოკოსტი ძლავრი და ესეთი ფუნდამენტური ფაქტორი იყო რაღაცა ეს თქვა და ის მეხსიერების კულტურის ლანდშაფტის ასე თქვა მორყევის თუ ახლის ფორმირების ან იდენტობის პოლიტიკის თვალსაზრისით ახალი რაღაც ბიძგიმის თქვა სხვა მიმართ მაგრამ იყო როგორც თქვენ აღნიშნეთ გრან ნარატივების რღვევის ერთ-ერთი საფუძველი იყო თქვა ეს დასავლური მარქსიზმი თქვა ფრანკფურტის სკოლა და თქვა იქ საფრანგეთში ფუკო და სხვები რომლებიც თქვა თვლიდნენ რომ ასეად იდენტობა გაცილებით კომპლექსურია და მრავალშრიანი და მრავალფეროვანია და სინამდვილეში ესე არ არის მარტივად დაყოფილი თქვა შავ თეთრად სამყარო არამედ თქვა მაგალითად იგივე ცოდნის ისტორიული ცოდნის წარმოება არის ძალაუფლების წარმოება მაგალითად იდენტობები მრავალგვარია და სხვადასხვა პერსპექტივებიდან თქვა იგივე თქვენ აღნიშნეთ ეს ახალგაზრდული რაღაცა ეს კონტრკულტურა თქვა სტუდენტების მოძრაობა ამერიკაში კონტრკულტურა ხო ეს როკი თქვა ბიტნიკების თაობა და ჯიმ მორისონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ეს ყველაფერი არყევდა იმ რაღაცა კონსერვატულ კონსენსუსს და რაღაცერად უხსნიდა გზას სხვა ჯგუფებს სხვა პერსპექტივებს და რადგან ჩვენ ახლა ისტორიაზე და მეხსიერებაზე ვლაპარაკობთ ამ მიმართულებით რო წავიყვანოთ საუბარი ხდებოდა თითქოს რაღაცნაირად აი გრანდ ნაციონალური ნარატივის ფრაგმენტაცია და სხვა ჯგუფები ჩნდებოდა რომელსაც ჭირდებოდა პრეტენზია რომ მათაც აქვს მეხსიერება ანუ აქ პრეტენზია იდენტობაზე თქვათ ის უმცირესობები ეროვნული უმცირესობა თუ სხვადასხვა ტიპის უმცირესობა თუ რაღაცა სუბკულტურები თუ ასე შემდეგ ანუ ყველას უჩნდება ასე თქვათ ამბიცია რომ მოყვეს თავისი ამბავი ანუ ამბავის მოყოლა ანუ ხმის ქონა agency-ს რასაც ეძახიან ხო ეს სუბიექტურობა ვლინდება სწორედ იმაში რომ შესაძლოა სხვა კი არ ყვება რაღაცა კოლონიური ცენტრი მაგალითად იქ ლონდონი იქნება თუ პარიზი თუ ასე შემდეგ ხო არამედ ყვები შენ თვითონ და ეს სწორედ აი 60-იან წლებიდან იწყება და ეს არის სწორედ ერთ-ერთი რომ რაღაცა ერთი სიმართლე კი არ არსებობს სხვა ჩვენ მე შევეხებთ რომ ეს გამოთქმა რაღაცა ანეკდოტივით რომ აი არის თუ არა პუტინზე პასუხისმგებელი დერიდა ეხლა რატო იმიტომ რომ თუ ჩვენ მივიჩნევთ რომ რაღაცა ესეთი ფუნდამენტური სიმართლე არ არსებობს და ყველას თავის პერსპექტივა და ყველას სიმართლეა, მაშინ მასაც თავის სიმართლე აქვს მაგალითად. ხო? რაღაცერად. ახლა თუნდაც ესე მარტივად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში ის იყო, რომ ხდებოდა იმის აღიარება, რომ მრავალი სხვა ხმა არსებობს და ეს იყო აი მემარცხენე იმიდან დაწყებული ეს ძლავრი მოძრაობა იყო დემოკრატიზაციის ერთ-ერთი ძლავრი იმპულსი, რომლის განმეორება ახლაც გვაქვს და რაღაცნაირად ეს ლიბერალიზმის თუ ინკლუზივობის საფუძველი გახდა და რაღაცნაირად თუნდაც სოციოლოგია რაც გახსენეთ ეს მოახია ის რაღაცა ისე აღქმა სამყაროსი რომ რაღაცა
დასავლეთი და საბჭოთა კავშირი რაღაცა რკინის ფარდის მიღმა. სამყარო უფრო გახდა კომპლექსური და მრავალფეროვანი, რომელსაც სხვა ინსტრუმენტები უნდა აღსახსერათ და არა ესე. აი დერიდა რა ხან ახსენე. აი მის ამ დიაგნოზს ნამდვილად დააქვს რაციო ისე პოსტმოდერნულ კულტურაში, მაგრამ ეს არ ეხება ალბათ ჩემი აზრით ეს ნარატივი, რა ვიცი, ჩრდილოეთ კორეას და არ ეხება რა თქმა უნდა რუსეთს. ამ შესაძლებლობაში სადაც არის თავისუფლება ნარატივის, რომ ყველა ნარატივის აქვს თავისუფალი არსებობის უფლება კანონის რაღაცა ფრაგმენტში და რა ვიცი ადამიანის უფლებების ფრაგმენტში, ალბათ აქვს მარტო ისევ დასავლურ ცივილიზაციაში მნიშვნელობა. და ჩვენ, რომელიც რკინის ფარდის აქეთ ვართ, ჩვენ ეს თავისუფლების პასუხისგებლობა გვესმის, აი თავისუფლება, მართლა ამ გამოწვევის წინაშე ვართ ახლა. მივიღეთ სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ გავიგეთ თუ არა ამ სუვერენულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული თავისუფლება. აი მათ შორის იმის პასუხისგებლობა, რომ შენში უმცირესობის ჯგუფებს ჰქონდეს თავისუფლება. აი ნახეთ რა ურთულესი პრობლემაა, ხო? ცოტა აქეთკენ კი გადმოვიდით, შეიძლება ძალიან ბოლოში, შეიძლება აქამდე უნდა მისულიყო. ამასაც უნდა შევეხოთ, ცხადია, მაგრამ აი იქ ეს თავისუფლების ნარატივი და მისი კონტრასტი. აი აქ თითქოს და ესეთი ჭეშმარიტება, რომ აი არსებობს თავისუფლების ვერტიკალი და მასზე მორგებული, არ ვიცი, შესაძლო მცირე ინტერპრეტაციები, მაგრამ ვერტიკალთან სწორდებოდეთ. ხო, ნახეთ, აი ეს თავისუფლების საკითხიდან შევეხეთ, რაც გაკვირთ რომ ახსენოთ, მაგალითად, აი ეს თქვა იგივე ეს უნგრეთის რევოლუცია, რატომ მოხდა პრაღის გაზაფხული, ისევ ამ თავისუფლების იმით მოთხოვნით, იდეით, ხო? 1958 წელი. ხო, 56 წელი უნგრეთში, 68 წელი თქვა პრაღაში, ხო? თავარი მოთხოვნა რა იყო, რომ რაღაც ეს თქვა ამ სოციალისტურ ბანაკის ქვეყნებში მოხდარიყო რაღაცნაირად რაღაც ფანჯრის გაღება თითქოს რაღაც რეფორმები, თქვა სოციალური რეფორმები, მაგალითად ჩეხეთში რომ ადამიანური ფორმა მიიღო ამ სოციალიზმმა, ზუსტად ეს აირქვა. და ჩეხეთის მოვლენა იმით არის ძალიან საინტერესო, რომ მათ თავდაპირველად აი ეს მთელი ეს პროცესი სულაც არ იყო აი ანტისოციალისტი. არა. აი სოციალიზმის გახუმანურების პრინციპი იყო, ანუ ვერტიკალთან რაღაცა თავსებადობის გულისხმობდა, მაგრამ ამ მცირედ რეინტერპრეტაციას იყო, ანუ სოციალიზმს როგორც ასე ვთქვათ, იდეას არ ღალატობდნენ, უბრალოდ ამ კოლექტივი უნდა შესულიყო, უფრო ადამიანური უნდა გამხდარიყო, პლურალური უნდა გამხდარიყო, ესე ვთქვათ, რაღაცა მრავალპარტიულობა, ასე ვთქვათ, რეფორმები უნდა გატარებულიყო და სწორედ ვთქვათ, ეს არაპატია საბჭოთა კავშირთან მაშინ რაღაცა გახსოვთ იმრე ნაგი იქნებოდა დუბჩეკი მაგალითად ჩეხეთში ძალიან კარგად გახსოვთ ეს ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე ეს მილან კუნდერას ხო ამ სიტუაციას აღწერს და პირდაპირ ტანკებით მოხდა შეჭრა როგორც აი ეს ვთქვათ აი ეს იმპერიული რაღაცა ეს კოერციული ცენტრის რაღაც მეტროპოლიიდან და რაღაცა ჩახშობა ძირშივე აი ამ რაღაცა წამოწყების ასე ვთქვათ და აი იმის გამო რომ ეს თავისუფლებისკენ სწრაფვა რაღაცნაირად იყო სულ აი ამ რკინის ფარდის მიღმაც ვთქვათ ცხადია სხვა ტრაექტორია იყო ამ ყველაფრის მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ როგორც იტყვიან ძალიან მნიშვნელოვანი და დასაბახსოვრებელი ეპიზოდი საერთოდ აი ეპოქის და რაღაცა პრომოგიანებით იყო ეს პოლონური სოლიდარნოსტის მოძრაობა, როდესაც ეს გემჩენებელ ქარხანაში რო დაიწყო ლეხვალენსამ და მისმა ასე ვთქვათ მეგობრებმა ეს რაღაცა გაფიცვა, რას ითხოვდნენ რომ რაღაცა პროფკავშირები, რაღაცა თავისუფალ, ასე ვთქვათ სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საოცარი სოლიდარობის მაგალითები აჩვენეს რაღაცა საერთო საქმის კეთების რაღაცნაირად საოცარი მაგალითები მე თქვათ რაღაც დათმობები რომ მოიპოვეს რაღაცა თქვათ დათმობები მე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა სამომარი მდგომარეობა თქვათ იარუზელსკის მიერ და შემდეგ უკვე 80 წლების ბოლოსკენ ცხადია რაღაცნაირად უკვე ეს სადგანეს ქსელი უკვე შექმნილი იყო ეს სოლიდარობის ქსელი თუ შეიძლება ასე ითქვას ადამიხტიკი და სხვები უკვე რაც ჩვენ
სამწუხაროდ ეს გზა სხვა გზით წავედით ჩვენთანაც დაიწყო ხო იყო ესე თქვათ გვალიმაგედის ასე თქვათ მოლაპარაკებები როდესაც იქ ხელისუფლება დაათმობინეს მოლაპარაკებების გზით ახლა ჩვენ შემთხვევაში მოგესალმებით 80-იან წლების ბოლოს არჩევნები ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა მაგრამ სამწუხაროდ მე მოხდა ის რაც მოხდა რაც ასე თქვათ ჩვენ შემთხვევაში იყო და აი ჩვენი უახლოესი წარსულის კონტექსტშიც ასე თითქოს აი ეს ამ გზით მივდიოდით ასე თქვათ ხო ის თქვათ ჰაველის სომელი წერილი რო გავიხსენოთ ხო ეხლა როგორ ცხოვრობდნენ და მე შემო თანამედროვე პერიოდზე გადავიდე თუ ნებას გამთავრდ ჰაველი რასაც წერდა ამ შემთხვევაში რომ რაღაცნაირად აი ეს თავის ძალა უძალოთა აღწერს ძალიან კარგად რა არის ცხოვრება ამ ტოტალიტარულ სისტემის ფარგლებში. აი რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? ხო ის რაღაცნაირად ეს ტოტალიტარული სისტემა უბრალოდ ესე მარტივი რაღაცა ფენომენი კი არის, რაღაცა უბრალოდ რაღაცა ესეთი კონვერსიული ძალა, ან რაღაცა ძალადობრივი სისტემა, არამედ ის საუბრობდა, რომ ეს სისტემა იმიტომ არსებობს, რომ რაღაც სიმბოლური ძალაც აქვს და რაღაცნაირად მოქალაქეები ნებაყოფლობით მონაწილეობენ ამ სისტემის ასე თქვათ გამაგრებაში და ასე თქვათ გამყარებაში. ცხადი ახლა იმ დროს რა უნდა გაიკეთებინა ტოტალიტარული სისტემის ასე თქვათ ფარგლებში, მაგრამ აი ხანდახან აი რაღაცნაირად ამ ტყუილში მონაწილეობა თითქოს იყო ნებაყოფლობითიც, არა მარტო ის, რომ რაღაცნაირად გაიძულებდნენ, რაღაცა ეს ბანერებით იარო და 7 ნოემბრის აღლუმზე გამოხვიდე და რაღაცა უბრალოდ იყო რაღაცა ეს ჩვენ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ჰომო სოვიეტიკუსის ფენომენი, რომელიც რაღაცნაირად ახერხებდა ან კარგად იყო ინტეგრირებული ამ სისტემაში, ასე თქვათ, აი თქოს სიცრუის ფუნდამენტური ტყუილის რეპროდუქციაში, რასაც ჰაველი ლაპარაკობს და მე ამას უპირისპირებს თქვათ სიმართლეში ცხოვრებას. სიყალბეში ცხოვრებას უპირისპირებს სიმართლეში ცხოვრებას. ასე თქვათ, ჰაველი და ამბობს, რომ ელემენტარული მაგალითად იქ რაღაცა მაღაზიის მაგალითი მოყავს ხო ბოსნიულის გამყიდველის, რომ რაღაცა ლოზუნგი უდევს იქ დახლზე. რომ თუნდაც ის რო ჩამოხსნა ლოზუნგი მაგალითად ესეც შეიძლება სამოქალაქო გმირობის სიმამაცის მაგალითი იყოს და თქვა ჩვენ შემთხვევაში ახლა ეს კოერციული სისტემა კი იყო ჰომო სოვიეტიკუსზე მინდა გადავიდა ამ შემთხვევაში და მე აი როგორ ცდილობდნენ საბჭოთა მოქალაქეები გამკლავებოდნენ აი ამ როგორ უნდა ყოფილიყო ყოველდღიური ცხოვრება ერთი იყო ეს თქვა კვლევარები წერენ ასეთ თითქოს სოციალურ ფაქტზე მაგალითად აი ბლატის სისტემა მაგალითად როდესაც რაღაცნაირად ამ თანასწორ სახელმწიფოში თითქოს ყველა თანაბარი წვდომა ჰქონდა რაღაც სიკეთეებზე ხო სოციალურ სერვისებზე და ასე შემდეგ სინამდვილეში ძალიან იერარქიზებული საზოგადოება იყო არაფორმალური ასე თქვათ განაწილებით ასე თქვათ სოციალური რაღაცა განაწილებით ხო ვიღაცას შეეძლო იმ გასტრონომების მიღმა უფრო რაღაცა კარგი პროდუქტი აიღო სხვაგან დახლის ქვეშ რაღაცა ტელევიზორი იქნებოდა თუ რაღაცა ფინური რაღაცა ლაბადა თუ რაღაცა შოკოლადი თუ ასე შემდეგ ხო არამედ და ეს კვლევარები ამას უწოდებენ რაღაცა საბჭოთა მოქალაქე თვითონ ცდილობს აი გვერდი აუაროს ასე ვთქვათ ამ რეპრესიულ სისტემას რაღაცა ამ ფორმით კიდე მეორე ფორმა იყო თქვა დისიდენტური ფორმაც ხო აი ცირე ნაწილი მოქალაქეების, საბჭოთა მოქალაქეების, მაგრამ ახერხებდნენ თქვათ წინააღმდეგობას, იატაკქვეშ მოღვაწეობას და მაგალითად სამიზდატის ასე თქვათ ფენომენი ხო, როდესაც რაღაცა აგზარული წიგნების ასე თქვათ ხელით გადაბეჭდვა და რაღაცა ეს გაცრეცილი ასე თქვათ იმით შრიფტით თვალებს რო ითხრიდნენ რაღაც ღამე შუქზე ისე კითხო მაგალითად აგზარული წიგნების იქნებოდა რაღაცა ბახტინის წიგნი თუ სხვების წიგნი ასე თქვათ ხო ამიტომ ცოტა კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამის ხმამიდა საბჭოთა წარსულსაც არა თქვათ ეს შავი და თეთრის კუთხით არამედ ეს თავისუფლება სად და როგორ ვლინდებოდა და რომელ წლებში აი მაგალითად
სტივენ ჯონსი წერს, რომ ეს ნაციონალური იდეა, რა თქმა უნდა, არ იყო დომინანტური ნარატივის ნაწილი, მაგრამ არსებობდა სამზარეულოებში. საქართველოში, ხო, იქ ერთმანეთში რაღაცა კერძო, რაღაცა ოჯახურ მეხსიერებებში პირველი რესპუბლიკა იყო აკრძალული და თუ ახსოვდათ, არსად არ იყო, ხო, ეს პირველი რესპუბლიკა აღნიშნული, მაგრამ თუ იყო აღნიშნული, იყო რაღაც ძალიან ისე ნეგატიურად, რომ აი ეს მენშევიკები გაყვეთ ხალხი და გაიქცნენ და ასე შემდეგ, ხო? ყმული ნარატივი. დიახ, და რაღაცნაირად აი ეს ეტაპი გამოვიარეთ, აი ეს ხდებოდა ჩვენთან რაღაცნაირად ფორმალურ თუ არაფორმალურ, ასე თქვათ, მექანიზმების გამოყენება საბჭოთა მოქალაქეების მიერ, ზოგი ამას შენურად ერგებოდა, ასე მწერლები თუ რა ვიცი, ეს ოფიციალური სტაჟი რო ქონდათ და რაღაცნაირად თანამდებობა მწერლების და წყნით შეაგარაკები და რაღაცნაირად საზამთროების ატანა ოჯახისთვის და ზაფხულში ხო, ან იმის თქვა მინდა რომ ზოგი იყო ოფიციალური მწერალი, ზოგი იყო იატაკქვეშეთში დისიდენტი, რომელიც რაღაცნაირად მართლა იყო დისტანცირებული როგორც ჰაველი ან კოლაკოვსკი და სხვები თქვათ აღმოსავლეთ ევროპაში ხო და შემდეგ. მახაც აი აქ ერთი საინტერესო მომენტი არის, აი თუნდაც პრაღის გაზაფხულის დროს ერთ-ერთი პროგრამა შემდეგ თითქოს როგორ უნდა შემოირიგონ პრაღელი მოქალაქეები ხაზგასმა იმისა რომ ჩვენ საბჭოთა კავშირმა განსაკუთრებული როლი შევიტანეთ ფაშიზმის დამარცხებაში. აი ეს ნარატივი თითქოს ეს დამატლება რომ აი ჩვენ და თან ეს მიწერა საკუთარ თავზე ეს ნარატივი ხა ქართულ საზოგადოებაში ძალიან მყარად არის. ზოგიერთ საერთოდ არ ესმის და არც უნდა გაიგონოს რომ ეს ძირითადად სამთა კავშირი იყო და ამ გამარჯვებაში შეიძლება ითქვას ფინანსური ომის წილი ისევ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიღო, ადამიანური წილი კი გაიღო საბჭოთა კავშირმა, მაგრამ ესეც იმიტომ რომ საშინლად მართავდა საბჭოთა კავშირი მთელ ფრონტის ხაზს, მაგრამ ეს დამადლება ეს მიწერა გამარჯვებაზე საკუთარი თავის, აი ქმნიდა თითქოს და რაღაცა მოწინააღმდეგე მხარე არ იყო ეს დებატებში წარმოთქმული ასე თქვა ნარატივი არ იყო ჩვენ მაინც მართლები ვართ. აი უნგრელებთანაც მართლები ვართ. ჩეხეთთანაც მართლები ვართ. პოლონელებთანაც მართლები ვართ. აი ეს ქმნიდა ამას და მათ შორის 1956 წლის 9 მარტიც ახლა აქაც აქ ცოტა ძალიან უცნაური ასე თქვა გამოსვლები იყო მხოლოდ დაკავშირებული იოსებ სტალინის ასე თქვა ლანძღვასთან და შემდეგ აი აქედან წარმოშობილი რაღაცა ნაციონალური იდეა და ისევ საბჭოთა კავშირის რეფორმირების რაღაცა მოთხოვნები ჰქონდა და არა ვიცი საქართველოს და ასე შემდეგ და აქაც აი ეს იდეა აი ჩვენ გადაგარჩინეთ აი ეს დამადლების იდეა იყო თითქოს და ის მორალური უპირატესობა ან მორალური იმპერატივი ამას როგორ იყენებდა საბჭოთა კავშირი და აი მეორე მსოფლიო ომი როგორ იქცა შემდეგ აი კოლექტიური მეხსიერების არქიტექტურაში პირიქით როგორც ტვირთი რომელიც რაციოს ამახინჯებს. კი ბატონო, თან ეს საკითხი არის ასევე ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, ხო, საბჭოთა კავშირის მეხსიერების პოლიტიკის და არა მარტო საბჭოთა კავშირის პირდაპირ გადმოვიდა მემკვიდრეობა აი ამ მეხსიერების ჩამოყალიბების მექანიზმების მემკვიდრეობა გადმოვიდა უკვე თანამედროვე რუსეთის გეოპოლიტიკურ ისიც ახლაც მაგას გვამართლებს ეგრეთ წოდებული რუსული სამყაროს იდეაში. ასე თუ რომელსაც ასევე შეიძლება შევეხოთ გაკვირით, მაგრამ მაინც ანუ მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც სამამულო ომს უწოდებდნენ, მოგხსენებათ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ნაპოლეონის ასე ვთქვათ შემოსევასთან პარალელში ეს იყო რაღაცნაირად ისეთი სამამულო მასშტაბის ომი, რომელშიც ასე ვთქვათ თავდაპირველი ნარატივით ხრუშჩოვამდე ცენტრალური როლი შეასრულა სტალინმა თავისი გენიალური ასე ვთქვათ სტრატეგიული გამჭრიახლობით და რაღაცა სამხედრო გადაწყვეტილებები და არა და მიჩვენებული იყო ის ფაქტი რომ ამაზე მრავალი ნაშრომია დაწერილი თუ როგორი შეცდომები დაუშვა თავიდან განსაკუთრებით წარმოუდგენელი მარცხი ვთქვათ რიგ ყირიმში და ესეთი სრულად არასაჭირო მსხვერპლი ხშირად გაღებული ასე ვთქვათ და დავგეგმავი ანუ არა კარგად დავგეგმავი რაღაცა კამპანიები ასე ვთქვათ სამხედრო კამპანიები რომელიც ძირად დაუჯდა მოსახლეობას
საბჭოთა მოსახლეობას ცხადი აი ტრიუმფალურ ნარატივში ამას ეს იყო მიჩქმალული, ანუ მეხსიერების პოლიტიკა არ არის მხოლოდ რა უნდა გვახსოვდეს, არამედ რა უნდა დაგვავიწყდეს და რა უნდა ამოვშალოთ. ხო, ეს არის ერთ-ერთი მთავარი. ანუ სელექცია ხდება იმგვარად. მე თქვა ხრუშჩოვის ცნობილი აი ამ კამპანიის მერე რა თქვა პიროვნების კულტის წინააღმდეგ რასაც მოყვა, როგორც თქვენ აღნიშნეთ მარტის გამოსვლები, რომელსაც მე სტალინის დაცვიდან მერე რაღაცა ეროვნული მოთხოვნების ფორმაც მიიღო. ძალიან ეს სხვათა შორის ამაზე ძალიან საინტერესო ნაშრომებიც არის დაწერილი, როგორ ხდებოდა ეს ტიპური პოსტკოლონიური თუ კოლონიური მოდელი, ჰიბრიდული იდენტობის, ასე ვთქვათ, როგორ ხდება თითქოს ნაციონალური სენტიმენტებისა და საბჭოთა მოქალაქეობის ერთად კარგად შერწყმა. ანუ თითქოს ახლა ჩვენ თანამედროვე გაგებით, მაგრამ როგორ შეიძლება ერთდროულად იყო იმპერიის ნაწილი ბედნიერი და თან რაღაცა გულზე ჯიხს იცემდა პატრიოტულ, ასე ვთქვათ, იმით ახსილი გზნობებით, ხო? ახლა სხვადასხვა ამ ეპოქაში ამას ვადევნებ თვალს ჩვენს დროში უკვე ჩვენს რომელში ცხოვრობდა ამასაც გაკვეთ შევეხოთ ამასაც და ეს ყველაფერი ამ ტიპის ცნობიერება სწორედ ამ დროიდან მოდის და ხრუშჩოვის შემდეგ ხრუშჩოვის დროს რაღაცა თითქოს ჩაჩოჩდა ცოტა სტალინის ფიგურა და აქ უკვე წინ წამოვიდა ასე ვთქვათ კოლექტიური საბჭოთა ასე ვთქვათ ხალხის რაღაცა განსაკუთრებული წვლილი ჰიტლერული ისეთ გერმანიის დამარცხებაში. ნუ ცხადია იქ ახლა დასავლეთის ასე ვთქვათ წვლილზე ხაზგასმა არ იყო არც მოლოტოვ-რიბენტროპის ფაქტზე სრულად სამარცხინო და ასე ვთქვათ გაუმართლებელ რაღაცა ნაბიჯზე გაიყვეს ეს პოლონეთი და ასე შემდეგ ხო? ამაზეც და ახლა საქართველოსთან კავშირში როგორ ხდება აი ამ გამარჯვების პოლიტიკური მითის, ასე ვთქვათ, როგორ ხდებოდა და ახლაც როგორ იყენებს ამას რუსეთი, ვთქვათ, იგივე მელიტონ კანთარიას, ასე ვთქვათ, ფიგურა, რომ აი ჩვენ ვართ ერთი ბედის ქვეშ, ერთი ისტორიის ნაწილი და მომავალშიც ერთად უნდა ვიყოთ, რაღაცა ეს კრავდა, მაშინ ახლაც ეს კრავს და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აი ამ ასე ვთქვათ ორთოდოქსულ სადაც არ არის კრიტიკული აზრი, ხო? აი ეს ვთქვათ დოგმატურ ნარატივში, ხო? ფაქტურად ადგილი არ იყო, რომ რაღაცნაირად ვთქვათ კრიტიკულად ყოფილიყო განხილვა მაგალითად აი ამ კონკრეტული ნაბიჯების, ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის დროს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გარდაქმნის დროიდან თითქოს ეს იწყება უკვე რაღაცა ეს საჯარაობის პერიოდში, როდესაც რაღაცნაირად ისმევა კითხვა, რომ აი რატომ ეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ გახდა ცნობილი რაღაცა თუნდაც ქართულ რეალობაში ამაზეც არის ნაშრომები დაწერილი, იმაზე არის საუბარი, რომ თქვათ იმ ქართველების შესახებ გახდა ცნობილი, რომლებიც პირიქით გერმანიის ასე ვთქვათ SS ნაწილში მსახურობდნენ და რაღაცა საკუთარი პერსპექტივა ჰქონდათ საბჭოთა კავშირთან ბრძოლის, ხო? აქ მე არ საუბრობ სწორი მართად უბრალოდ გაჩნდა სხვადასხვა არა მარტო პერსპექტივები, არამედ წყაროებიც ასე ვთქვათ გამოვლინდა. თუმცა ეს რიგიდული ნარატივი, ხო? ეს მეორე მსოფლიო სამამულო ომის ნარატივი არ შეცვლილა თუნდაც თანამედროვე რუსეთში, არა მარტო არ შეცვლილა, კრიმინალიზებულია ეს საკითხი, იმიტომ რომ თუ ალტერნატიულ ვერსიას შესთავაზე, მაგალითად რას ბერნიჩი რაც გააკეთეს, ვთქვათ, საბჭოთა ჯარისკაცებმა, ხო? ნაშრომები არის გამოსული ამაზე, ვთქვათ, მასობრივი გაუპატიურების და თელი თაობი, ანუ გერმანელი ავტორების წიგნები, რომელიც ამაზე წერენ. ცხადია, ახლა საბჭოთა ჯარისკაცის იმიჯს, ასე ვთქვათ, ეს შებრალავდა. ან თუნდაც ის ცნობილი სურათი რაიხსტაგზე დროშის აღმართვა, ხო? ამაზე ორჯერ გადაიღეს, ხო, 2 საათი ეკეთა. ხო, აი ეს 2 საათზე და მე დაავალეს, თქვათ, იმ ვალდეის ფოტოგრაფს, რომ წაიშალა ეს დაიმუშავებინა, ანუ ფოტოშოპში ხო ძალიან დახელოვნებულები იყვნენ, სანამ ეს პროგრამა გაჩნდებოდა ჩვენ დროში. ხო, აღსაერთად ეს ძალიან კარგად ესწრებათ რა წაიშალათ, რა ყოფილიყო დამახსოვრებული და რა ფორმით და იქ სადაც საჯარო სივრცე არ არსებობს, ხო? მათ შორის აკადემიური სივრცე, როგორც დასავლეთში იყო. ალბათ თუ კარგად, რაღაცა ბევრი კრიტიკის მიუხედავად, როგორც ახლა ხდება ხოლმე ევროპულ ცენტრიზმის კრიტიკა და რაღაცა დასავლური იმის, ასე ვთქვათ,
ნაბამბავს წყალბავს გადააყოლებენ რაღაცნაირად აი სრულიად იმის ასე ვთქვათ დევალვაცია დასავლეთის როგორც სივრცის და ასე შემდეგ ამ მოდერნობის როგორც რაღაცა ფენომენის მიუხედავად იმისა რომ ძალიან შავნელი მხარე აქვს თუნდაც ნაციზმის და ფაშიზმის და კოლონიალიზმის და ასე შემდეგ მაგრამ ასევე ხო აქვს რაღაცნაირად ის ნაწილი რომელიც რაღაცნაირად იძლევა იმედს რომ კაცობრიობის მდგომარეობა უკეთესი და უკეთესი უნდა გახდეს და მარადიულად არ დაუბრუნდეთ იმას რაც იყო თქვათ იმ შავნელ ასე თქვათ დროებას და აი საჯარო სივრცე რადგან არსებობდა საბჭოთა კავშირში არსებობდა კითხვებიც და სადაც კითხვები არ არსებობს იქ არის უბრალოდ რაღაცნაირად ინტერნალიზება ანუ გათავისება ასე ვთქვათ იმას რასაც გვაწვდია ასე ვთქვათ ზემოდან თან კიდევ ამ კითხვებში როცა აი ფუნდამენტური საკითხებია მოსაგვარებელი თავისუფლების ანუ მასლოუს პირამიდის ქვედა სტრატა ჯერ გადასაწყვეტი ამ კითხვებში რა თქმა უნდა არ შედება თავისუფლების ისეთი დონეებზე კითხვები რომელიც კითხვებიც გაჩნდა იქ დასავლეთ შეეზრდოდეს ჰიპები ბიტნიკები და ასე შემდეგ ეს არის ამ პირამიდის ზედა სტრატაში წარმოშობილი უკვე კითხვები ხო ანუ თვით გამოხატვის და ინტეგრაციის თვითონ ისტორია დარგი ავიღოთ ხო საბჭოთა ასე ვთქვათ ისტორიული მატერიალიზმის დამკვიდრების მერე ოფიციალურად არ გარშეცვლილა ეს მეთოდოლოგიური და თეორიული მიდგომები ანუ ყავდა ძალიან დიდი ისტორიკოსები ჩვენ ვთქვათ სიმონ ჯანაშიანი ნიკო ბერძენიშვილი ივანე ჯავახიშვილის არ მაქვს საუბარი რომელიც არ იყო მარქსისტი ისტორიკოსი ცხადია და სწორედ ეგ იყო მისი კრიტიკის თავარი მაგრამ თუნდაც ეს შემდგომი თაობა საბჭოთა ქართული ისტორიკოსები რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ ქართული საისტორიო აზროვნების განვითარებაში, მაგრამ თვითონ სივრცე იყო ძალიან შეზღუდული და ლიმიტირებული. ანუ თქვა დასავლეთმა გაიარა თქვა ისტორიული როგორც ისტორიის როგორც მეცნიერების ასე თქვა განვითარებაში დისკუსიები, სკოლები იყო იქ თქვა იქ ანალიზის სკოლა საფრანგეთში რაღაცა ინტელექტუალური ისტორია თქვა ბრიტანეთში კიდე რაღაცა ვიდარეობები ინტერდისციპლინური კვლევების ასე თქვა დატესტვა თუ შეიძლება ასე თქვა სოციოლოგიური ისტორიული სოციოლოგია ისტორიული ანთროპოლოგია იყო საბჭოთა კავშირში რაღაც გამონაკლისები თქვა ნაშრომებისა რომელიც უბრალოდ იყო გამონაკლისი და არა წესი ასე თქვა და ამის თქვა მინდა იმიტომ რომ რაღაცა არ იყო არ თავსდებოდა რაღაც ორთოდოქსულ რიგიდულ სქემაში რომ რაღაცა კალათაში უნდა ჩაგეყარა თქვა ფაქტები რაღაცა როგორც ჩარჩოში ანუ როცა თავისუფლების ქვედა დონე არ იყო მოწესრიგებული ანუ აი ესეთი დეტალიზებული ასე თქვა თავისუფლების ისეთი შრეები და ასპექტები რომელიც იქ ძალიან ჩვეულებრივ სოციალურ სტრატაში გაიშალა ხო ახლა რა ვიცი სტუდენტების თუ რაღაცა ადამიანების რა ვიცი მისი თავისუფლება როგორ მართავს თავისუფლება და საერთოდ არ ისწავლოს აი ამის თავისუფლებას რო გაჩნდა და მთელი ესეთი კონტრკულტურები ეს არის უკვე თავისუფლების კულტურის რეალიზაციის შემდეგ აქ კიდე ჩვენი თავისუფლების კითხვები იყო დაკავშირებული ფუნდამენტურ საკითხებს ვარ თუ არა საერთოდ დამოუკიდებელი ანუ ყველაზე ქვედა დონეზე ჩადის უკვე თავისუფლება აი თუნდაც ისევ რომ დაუბრუნდეთ ბუდაპეშტი და პრაღა და ასე შემდეგ იქ თავისუფლების კითხვები არ ეხება რა თქმა უნდა გენდერულ თანასწორობას და არ ეხება რა თქმა უნდა მუშათა უფლებებს და ესეთ რაღაცა ისეთ საკითხებს როგორც არის სურსათის უზრუნველყოფა თუმცა იქ გდანსკში როცა იყო ეს სურსათის უზრუნველყოფაც კი იყო ერთ-ერთი მოთხოვნების ნაწილი და აი ესეთ საკითხებზე იყო რა ესეთ საკითხებზე იყო ანუ ადამიანები ასორტიმენტი რო არ იყო მაღაზიაში აი ამას თუ გააპროტესტებენ და აქ კიდე მაღაზი კი არ არის კამათი აქ არის კამათი ანუ ფსიქოსოციალურ და ფილოსოფიურ გააზრებაზე ანუ სიცოცხლის ეგზისტენციალიზმზეა საერთოდ კამათი ანუ იმით ვართ ჩვენ კიდევ ჩამორჩენილები რომ ამ აზროვნების სტრუქტურაში აი აზროვნების სიღრმეებში ორი განსხვავებული დონეა რა აქ არის სიცოცხლის უფლებაზე ჯერ საერთოდ კამათი კი ბატონო და თან ახლა ჩვენს რეალობისკენ რო წამოვიდეთ რა მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორც აღნიშნეთ თავიდანვე ჩვენ რომ რაღაცნაირად ეს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ნიშნავდა რომ რაღაც სამყაროს ნაწილი უნდა ყოფილიყავით
უცხოეთი განსხვავებები იყო ეხლა გაფსახურდიას ხალმოკლე პრეზიდენტობის დროს შევარდნაძის პერიოდში როგორ იყო თქვა რუსეთთან დამოკიდებულება ახლა რუსეთთან დამოკიდებულების კუთხით შევარდნაძის უნდა რაღაცნაირი ესეთი ნეიტრალური რაღაცა არ წვადი და არ ჩამფურის დაწვის ასე თქვა პოლიტიკა თუმცა რაღაცნაირად ეს ოფიციალური ისტორიული ნარატივი რო შეიცვალა რომ რაღაცნაირად ნაციონალური გახდა ეს რაღაცნაირად ალბათ თუ კარგად არსებობდა ვარდების რევოლუციის მერე ცხადი ამან უფრო ესეთი კაფიო და ესეთი ფორმა მიიღო ხისტი თქვა საბჭოთა წარსულთან გამკლავების ასე თქვა პრობლემამ ხო თქვა იმიტომ რომ ოფიციალურად გახდა არტიკულირებული ასე თქვა ნაწილი თქვა პოლიტიკის რო ჩვენ უნდა ასე თქვა ქონოდა მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ცხადია ამასთან მოყვა მთელი სიმბოლური ინფრასტრუქტურის რეკონფიგურაციას, რა, უფრო კაფიო გახდა, აქცენტი უფრო კაფიოდ კეთდებოდა ქართველი არის ევროპელობაზე, ამ ევროპულ წიაღში დაბრუნებაზე, ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ხდებოდა რუსეთთან და საბჭოთა წარსულთან დაპირისპირების კონტექსტში. მე მოგეხსენებათ მოხდა აგვისტოს ომი. ამან ცხადია თლათ დაწვა ხიდი ის მათ შორის სიმბოლური ხიდი რომელიც რაღაცერად თითქოს ვინმე საშუალებას მისცემდა რომ თქვა ენახა რაღაც კავშირები რუსეთთან და რაღაცნაირად უფრო რადიკალური გახდა ეს დასავლეთისკენ წასვლის ასე თქვა პროგრამა მაგრამ მე მოხდა ის რაც მოხდა 2012 წლის მერე ხდება აი ამ ნარატივის ისევ რაღაცნაირად წაღმა და დატრიალება და ეს ხდება როდის ეს ხდება ისევ ჩვენ უნდა მაკრო პერსპექტივით უნდა შევხედოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხდება როდესაც იწყება ამ თვითონ დასავლეთში ამ მეხსიერების კონსენსუსის რღვევა ამ მემარჯვენე პოპულიზმის აღლუმი იწყება ასე თქვათ არალიბერალური შემოტრიალება თუ შეიძლება ასე თქვას როდესაც რაღაც მაგალითად ჰოლოკოსტის ეჭვი შეტანა ან Brexit-ის მოვლენა და ზოგადად ეჭვი შეტანა იმაზე რომ ეს დემოკრატია არის თუ არა ლიბერალური დემოკრატია კონკრეტულად არის თუ არა რაღაცნაირად ის ფორმა რომელიც უჭირდება და მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ და ჩვენსკენ თქვათ ჩვენსკენ გულისხმობა აი ამ პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში ამასთან ერთვება ეგრეთ წოდებული პოსტსიმართლის დისკურსი. პოსტსიმართლე, როდესაც როგორც ჰანა არენდი იტყოდა, ხდება შეტევა ფაქტობრივ ისტორიაზე. ანუ ფაქტების უარყოფით მივდივართ აი ამ რაღაცა ცნობიერების აღრევამდე. რომ რაღაცა ფაქტი არ არის. ეს ყველაფერი არის პერსპექტივა მაგალითად. ამකට ყირიმი რუსეთმა კი არ დაიპყრო, არამედ მწვანე კაცუნება მაგალითად, ხო? რუსეთი, ანუ აფხაზეთში მაგალითად რუსეთი კი არ ბომბავდა, არამედ რაღაცა გაურკვეველი თვითმფრინავი დაფრინავდა. მე გახსოვთ ალბათ ის ვიდეო კადრი შევარდნაძე რომ მიდის სახუმში და იქ რაც ჩამოგდებული თვითმფრინავზე პირდაპირ რუსული წარწერები როა, ხო? რისი თქმა მინდა ეს რაცა პომერანცევის ცნობილი ის არის ფრაზა რომ არაფერი არის მართალი და ყველაფერი არის შესაძლებელი ასე თქვათ. აი ისეთი რაღაცა პიარი ანაცვლებს რაღაცა ფაქტებს. და ის დერიდა რომ ასე ერთ მაშინ ხო რაღაც სრულად ვადგილო ახლა ამ შემთხვევაში მაგრამ ძალიან ისეთი მომწონდა ის ფრაზა რომ როდესაც ჩდება ის შესაძლებლობა რომ ყველა პერსპექტივა არის მართალი და მათ შორის თქვა პუტინის პერსპექტივა მაგალითად რუსული სამყარო რა შემდგომ რომ რუსული სამყარო ეს არის კონკრეტული ასე თქვა ცივილიზაციური სივრცე რომელსაც აერთიანებს ისტორიული გამოცდილება რუსული ენა მართლმადიდებლობა, ან სლავური წარმომავლობა, ან რაღაც საერთო, როგორც ვთქვით, იმაში ცხოვრება, სივრცეში ცხოვრება. და რუსეთი ცდილობს სწორედ ამ გეოპოლიტიკური, ეგრეთ წოდებული ახლო სამეზობლოში, რომელშიც ჩვენს მოგვიაზრეთ, ცდილობს რაღაცნაირად არა მარტო სამხედრო გზით, არამედ აი თქვა რბილი ძალით თუ რაღაცნაირად ეს სიმბოლური, აი თუნდაც ჩვენი ისტორიული წარმოსახვების მოლყევით რაღაცნაირად მოხდეს რევიზია წარსულის და მათ შორის ჩვენი მიდგომის, ჩვენი წარსულისადმი. ხო, აი, აქ ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს მინდა რომ დაუბრუნდეთ ისე.
ეს არის ისტორიის დასასრული ფუკუიამას. როცა თითქოს და კაცობრიობამ აი ამ რაღაცა დებატებში რაღაცა პასუხი თითქოს და გამოიკვეთა. და ამ პასუხში გამოიკვეთა ის, რომ აი ეს ტოტალიტარიზმი, ავტოკრატია არ შეიძლება იყოს თითქოს და პერსპექტივა კაცობრიობის, ანუ ერთადერთი ფორმა შეიძლება იყოს დემოკრატია. დემოკრატიის ათასგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს, მათ შორის შეიძლება სოციალისტური ძისიზმი, მაგრამ დემოკრატია. და ამის შემდეგ როგორც განვითარდა სამყარო თითქოს და აი ამ ნარატივის საწინააღმდეგო არგუმენტები შეაშველა ისტორიამ, რომ არა ჯერ არ არის ეს. მე პირადად აი ამ საკითხზე ჩემი პასუხი აქვს. მე იმაჩნია რომ ეს დასკვნა იყო ზუსტი დასკვნა, დღესაც ეს დასკვნა სწორია, უბრალოდ დანარჩენი რაც მე მოხდა, ეს არის უბრალოდ დევიაცია. დღესაც დევიაცია და აქედან გამომდინარე ვასუხობ აი დერიდას სეულ პერსპექტივას თუნდაც პუტინის რუსეთის ჩვენ შეიძლება ესე კონკრეტულად კონტექსტუალურად ესე გავიგოთ რომ პუტინს თავის სიმართლე აქვს და თუ გვინდა რომ გავიგოთ პუტინის სიმართლე რა არის იმ კონტექსტით უნდა გავიგოთ მაგრამ არსებობს რაღაცა უნივერსალური სიმართლე იქიდან გამომდინარე რაც არის ისტორიის ასე ვთქვათ რაციოს სიმართლე ამ ისტორიის რაციოს სიმართლე თავაზობს ისტორიის განვითარების კონკრეტულ ფაქტს ეს ფაქტი წარმოდგენილი არის ისეთ მტკიცებულებებში როგორც არის ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური განვითარება, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. აი ამ სივრცეში ამას მიაღწია კაცობრიობა. და იმ სივრცეში ვიღაცა რომ რა ვიცი ჩინეთი მოაქვს მაგალითად თუნდაც იაპონია მოაქვს აი ყველა ეს მაგალითი მაინც დასავლური პარადიგმაზე გადაწყობის ან მისი ჩერი პიკინგის შედეგი ანუ რაც ვარგა ის გადმოიღეს დანარჩენი კიდე ისევ დარჩა თავის რაღაცა ავიცი აზიურ სიმყრალეში მაბადიეთ ეს სიტყვა ხო მაგრამ რასაც მოაქვს პროგრესი ამ ისტორიულმა კონკრეტულმა ემპირიამ დაადასტურა და მარტო ის არის ეფექტური რაც არის ლიბერალური კაპიტალიზმი და დემოკრატიული რაღაცა სისტემა აი დანარჩენი შეიძლება იყოს გადახვევა. გადახვევა არ არსებობს, ამის უარყოფა არის შეუძლებელი. მაგრამ რაც არის პრაქტიკულად ისტორიის დასასრული იმ გაგებით, რომ მიაგნო თუ არა კაცობრიობამ სწორი ორგანიზების ფორმას, ხო, მიაგნო და აქედან გამომდინარე არ არის პუტინის რუსეთი თავისი სიმართლე და თავისი დევიაცია. დევიაცია კაცობრიობის ისტორიის ცენტრალური ხაზიდან და კაცობრიობა აი ასე აღარ ხედავს თანამედროვე პოსტმოდერნული ასე თქვათ ინტერპრეტაცია ასე არ ხედავს ისტორიას აი არა აქაც მრავალი მაგრამ ის პოსტმოდერნული ასე თქვათ ინტერპრეტაციები ალბათ აზრიანია დერიდაც აზრიანია ფუკოც აზრიანია მხოლოდ დასავლურ ინტერპრეტაცია იმ თავისუფლების ინტერპრეტაციაში იმ ინტელექტუალურ სივრცეში სადაც გაჩნდა პოსტმოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი ხო ვერ გაჩნდებოდა ჩინეთში არა ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა ეს პოსტმოდერნიზმი ჩინეთში იქნებოდა და არის რაც არის ხო აი ამაში აქვს მარტო აზრი და სხვას თუ მოვარგებთ მივიღეთ აი ესეთი მარგინალური პოსტმოდერნიზმი ჩვენს შემთხვევაში როცა იქ უმცირესობების ჯგუფებზე არის უკვე კამათი დასავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ და ასე შემდეგ ანუ ძალიან ბევრი მარაზმი აქვს ვოუკიზმი ისა კი ბევრი სისულელეა ბევრი რაციო აი ჩვენთან როგორც პერიფერია რომელიც აი ამ პოსტმოდერნიზმის მხოლოდ და მხოლოდ მარგინალურ ფორმებს ითვისებს ჩვენთან აი გლობალური ომის პარტია ხوار გათხოვდება კაცები და აი ისეთი ნარატივები რომელიც თავისი შინაარსით არც ეგეთი ღრმა არის არც აი იდენტობის მრავალი ინტერპრეტაციაზე როც არის საუბარი ესეც რაღაცა შეიძლება ითქვას რაღაცა სიგიჟეა მაგრამ რაღაცა რთული ინტელექტუალური მექანიზმი აქვს პირდაპირ ყველაზე მარტივი ყველაზე გამარტივებული აი სხვაგან ყველგან ესეთი გადმოკოპირებულით ძალიან მარაზმატიკული ინტერპრეტაცია ამ შემთხვევაში როგორ არის რამდენიმე შრეარი ამ პრობლემის თქვათ თუნდაც დასავლეთში და თქვათ ჩვენ შემთხვევაშიც თქვენ აღნიშნეთ რომ პერიფერია თქვათ ის დისკუსიები რომელიც მიდის თქვათ მემარცხენე თუ მემარჯვენე და ასე შემდეგ ხო ლიბერალობა თუ სხვა რამ ჩვენთან რატომღაც რაღაცა ცოტა
სხვანაირად არის ეს კონფიგურებული ჩამოყალიბებული ეს დისკუსია, რომელიც რაღაცა ჩემთვის მაგალითად ცოტა გაუგებარია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეხლა რაც შეეხება მე უბრალოდ მინდა რა ითქვათ გლობალური კრიტიკული თეორია რა ვიყოთ, ხო? ანუ რას გულისხმობს ეს რომ რაღაცნაირად ეს რაც თუნდაც ფრანკფურტის სკოლამ დასვა კითხვები ან ფუკომ დასვეს ეს კითხვები, ხო? რაღაცნაირად ეს კი ბატონო დასავლეთის წეხში გაჩნდა, მაგრამ აი იმის მერე შეიძლება ეს გლობალური სამხრეთი, რაღაცა დეკოლონიალიზმი, პოსტკოლონიალიზმი და სხვადასხვა რაღაცა, რომელიც საზრდოობს ერთმანეთით რა, ასე თქვა, დასავლურითაც. იქ გაჩენილი კვლევებით ლათინური ამერიკის და ასე შემდეგ, ხო? რომელიც მაინც საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ურთიერთგამომრიცხავი არ არის. არის სინამდვილეში ერთ მიზანს და საფუძველს უნდა ემსახურებდეს, ახლა პროგრესიის ცნება, პროგრესია არა ის, მაინც ამის რომ ევროპის ყაიდაზე იყოს ყველა აგებული, ან დასავლეთის ყაიდაზე უბრალოდ რაღაცა გლობალურად ხდებოდეს უნივერსალურ სასაც თქვენ უწოდებთ, ხო? ეს რო საუბრობთ, ხო? რაღაცა თობლივად მოხდეს წინსვლა, რეალურად სტრუქტურული, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესება, ასე თქვათ. ხო? და თვითონ დასავლეთშია ეს დისკუსიები. ხო, ამერიკაში მაგალითად, ხო? ეს უნივერსიტეტები ყველა არის ამ კრიტიკული თეორიის ბასტიონები და რომელსაც პირველში ამიტომ უწევდნენ უნივერსიტეტს. სხვადასხვა. ხო? სადაც არის შესაძლებელი, თქვათ, იგი ინდოელმა იქნება თუ არგენტინელმა თუ ქართველმა თუ უკრაინელმა თუ ამერიკელმა იმჯეროს რაღაც საერთო პრობლემატიკაზე. რაღაცნაირად სხვა თეორიების მორგებაზე ერთმანეთთან იქ თქვათ ფუკოსი იქნება თუ ინდოეთში რაღაცნაირად გლობალურ სამხრეთში გაჩენილი რაღაცა კვლევითი მოდელის ერთად და რაღაც შეიძლება სხვა ძალიან პროდუქტიული რაღაც შედეგი მივიღოთ. ამ დროს ჩვენთან რა ხდება თუ ვიტყვი რომ რაღაცა სოციალურ პრობლემატიკაზე რაღაცა სიტყვი ეგრევე ან კომუნიზმს დაგიძახებენ ან პირიქით და სინამდვილეში მე ხდება ვიღებთ რას სამი ტიპის რაღაცა ვიღებთ თქვათ ეგრეთ წოდებულ დასავლურ მემარცხენეებს ჩვენ შემთხვევაში ვიღებთ მე ვეძახი მათ სინოცენტრულ მემარცხენეებს ანუ ჩინეთის მოთხფიალეები და რომელიც სინამდვილეში ასევე არის შეფარული თუ აშკარა საბჭოთა ნოსტალგიის ასე თქვათ ჯგუფები მაგეთად აი ჩინეთმა ხო მიაღწია სოციალისტურმა ქვეყანამ ასე თქვათ და სინამდვილეში ჩინეთი არის საბაზრო ეკონომიკა ოღონდ ავტორიტარული ხო ეხლა ამ დისკუსიებში არ მინდა შევიდე მაგრამ არც მე მინდა უბრალოდ ახსენებ მე რაც ამართლებს იქ ეს არის დასავლური ახლა ჩვენ შემთხვევაში რა ხდება ხანდახან ხდება რადიკალური მემარცხენეების ამ ტიპის მემარცხენეების და რადიკალური მემარჯვენეების ალიანსი რაც უნდა პარადოქსული იყოს რომელიც ძირს საფუძველს აცლის აი იმ იდეას რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი ასე თქვათ და აქ რაც შემოდის გლობალური ომის სუვერენობის სრული გაუგებარი ცარიელი აღნიშნული ასე თქვა ცნება რა ცარიელი სიტყვა რაც შინაარსაც უნდა იმას როდებენ ასე თქვა და ამას ისე მივყავართ ისტორიის რევიზიონიზმამდე რატომღაც აი თქვა იქ ხდება ისეთი ფიგურების წარმოტივება ისტორიული ფიგურების რომელიც აჩენს რუსულ სენტიმენტებს ან თავსებადია რუსულ სენტიმენტებთან მაგალითად ეს ხო შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი გადასინჯვა ასე თქვათ ისტორიული ნარატივების და რაღაცნაირად ატროფირება ამ კონსენსუსის სადაც ჩვენ საუბრობდით რომ დაწყებული თერგდალებულებიდან თქვათ პირველი რესპუბლიკის შემთხვევაში ჟორდანია რომელიც იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი როგორც კი საქართველოს დამოუკიდებელი გახდა ყველაზე ესეთი რადიკალი ერის სახელმწიფოს მშენებელი გახდა. და ეხლა იქ კიდე სხვა საკითხია, სხვა რა ინტელექტუალურ საფუძველი ქონდა მათ ასე თქვა მოსაზრებებს, იქ ავსტრიული მარქსიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ნაციონალური იდენტობის თუ ეროვნული დამოუკიდებლობის პრობლემა სულ იყო აქტუალური საქართველოსთვის და თან ევროპაში ყოფნის იდეა. ყოველთვის იყო აქტუალური, როდესაც ჩვენ საუბრობთ მოდერნიზმზე და მოდერნულობაზე ზოგადად.
და ეხლა ამის ერთი ხელის მოსმით რაღაცნაირად უარყოფა და რაღაცნაირად იქ სახელმწიფოებიდან რაღაცების ამოღება, პატრიოტული სწავლების, ასე თქვათ, თითქოს გაძლიერება სკოლებში და სინამდვილეში საჯარო სივრცის და სადისკუსიო სივრცის ამოქოლვა. ხო. აი ეს არის მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში, სადაც კითხვები არ უნდა დაისვას. ყველაფერი გასაგები უნდა იყოს და ჯერ კიდევ ჯავახიშვილი ამბობდა, რომ წარსული არ არის ესეთ ჰომოგენური და ისეთ დავარცხნელი. წარსული არის ძალიან რთული, წინააღმდეგობრივი და ამიტომაც არის საინტერესო. ამიტომაც არის კვლევა მნიშვნელოვანი და რო ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, მაგალითად როგორც ისტორიკოსმა, როგორც სოციოლოგმა, პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენლებმა, ხო? როგორ უნდა გავუმკლავდეთ აი ამ პოსტსიმართლის რაღაცა დეზინფორმაციებს, ასე ვთქვათ, რომელიც არა მარტო აწყო და რაღაც ტროლის ხარხნებს ეხება, არამედ ისტორიაში სახდენს ინტერვენციას და მის თარგზე მორგებას, ხო? აქ არის პირველ რიგში ისტორია კი ბატონო, არის ინტერპრეტაცია, შეიძლება ვილაპარაკოთ მრავალი ინტერპრეტაციას, მაგრამ ისტორია ასევე არის მეცნიერება, რომელსაც არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები კვლევის. ხო? ველოსიპედი არ არის თავიდან გამოსაგონი და ამ შემთხვევაში ისტორიკოსი უნდა იყოს რაღაცა გაგებით აქტივისტიც, როგორც 60-იან წლებია ვახსენეთ, ხო? ყველა ინტელექტუალი რო ავანგარდში იყოს სტუდენტებთან ერთად. დაახლოებით ეს პერიოდი გვიდგას ჩვენ ახლა, როდესაც იმის მაგივრად ვთქვათ, პუტინმა ილაპარაკოს უკრაინის ისტორიაზე და საქართველოს ისტორიაზე, მაგალითად და თქვას, რომ საქართველო არასოდეს არ არსებობდა, უკრაინა ერი არ არის და სახელმწიფო არ არის. აქ სწორედ უნდა მოხდეს ისტორიკოსის, როგორც საჯარო მეცნიერის და აქტივისტის თუნდაც ინტერვენცია და როგორც ჰაველმა თქვა, რომ სიმართლეში ცხოვრება როგორ უნდა უზრუნველყოთ, რომ მეცნიერულად თავის კრიტერიუმების საფუძველზე ფაქტოლოგიური, ემპირიული, ასე თქვა, სიმართლის წერით და ცხადია კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, იმიტომ რომ ისტორიოგრაფია და საისტორიო მეცნიერება და სოციოლოგია და სხვა ანთროპოლოგია და ძალიან განვითარებული, ასე ვთქვათ, დარგებია და დისციპლინებია, ასე ვთქვათ, ხო? და არ არის აქ ველოსიპედი გამოსაგონი და იმის კომენტარი, რომ დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი და დემოკრატიულ სივრცეში შეიძლება ვილაპარაკოთ ჩანსახ სამეცნიერო დისკუსიაზე, იქ მემარცხენე პერსპექტივიდან იქნება, მემარჯვენე პერსპექტივიდან თუ სადღაც შუაში და ასე შემდეგ. აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც საერთო გვაქვს კიდევ აი ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან. უნგრეთი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ახლა არის ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც აი რუსეთის სენტიმენტებით არის განმსჭვალული, უკრაინის აშკარა მოწინააღმდეგეა. მთელი დემარშების მთავარი ლიდერია ევროკავშირში, თუ კი საკითხი ეხება უკრაინას, ან რაღაცა დასავლურ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ცალსახად დასავლურ, ასე თქვა, დღის წესრიგს გულისხმობს. იგივე სლოვაკეთში. და ჩვენც, ანუ სამივე ქვეყანა ვართ ძიმედ დაზარალებული რუსეთისგან, ძიმედ და ამ ორს შორის ყველაზე მძიმე ალბათ ჩვენ ვართ. ჩვენ ყველაზე მძიმედ ვართ. ანუ ჩვენ თუ კი გავიხსენოთ, ახლა ცოტა დისტანციაც ხელს უწყობთ, რომ ნაკლებად დაზარალდნენ ისინი და ჩვენ კიდე ჩვენი დაზარალების ისტორია იწყება, რა ვიცი მე, 1801 წლიდან. და მაგალითები არის შობის მონგრელი. ამის მიუხედავად, რატომ არ არის ცხადზე ცხადი, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი? გახსოვთ ხო ეს ვებერის ნებაროვის შერჩევითი ნათესაობა, ასე ვთქვათ, რო ახსენეთ, ხო? აქ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოყოთ ვინ თვლის რომ რუსეთი მტერია, ვინ არ თვლის რომ არ არის მტერი და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ხო არ ვიცით იმ თვალსაზრისით რომ რაღაცნაირად ესე ილუსტრაცია შეგვიძლია, ხა ამ მაგიდასთან ჩვენ იმის თქმა რომ აი ხა ამდენი პროცენტი უჭერს და ამდენი არა, ხო? ამ შემთხვევაში საუბარია არსებულ მართველ ელიტაზე, რომელიც ასე თქვა აცხადებს პრეტენზიას, ამბიციას, რომ ის გამოხატავს ქართული ერის ნებას. არა თუ რამე გამოკითხები და ასე თქვა კვლევები ყოფილა, აი ამ კვლევების მიხედვით უმრავლესობა არის
იმაზე რომ თქვათ მაგალითად დასავლეთი არის ჩვენი ასე ვთქვათ ისტრაფება რუსეთის საპირისპიროდ გასაგები მიზეზების გამო და რა არის გასაგები მიზეზების გამო რომ დაწყებული 90-იანი წლებიდან რუსეთთან გვაქვს პერმანენტული რაღაცა კონფლიქტი ღია თუ რა ვიცი მე რაღაცა ნაკლებად ჰიბრიდული და ასე შემდეგ მუდმივად ვართ ასე ვთქვათ ამ ყევების მსხვერპლი აფხაზეთში ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ბოლო პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია ოფიციალური ოკუპაცია ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხო მიუხედავად ამისა ვიღებთ სწორედ აი რაღაცა ჰიბრიდულ რაღაცა მოდელებს ასე ვთქვათ დისკურსის თუ შეიძლება საუბრის რაღაცა სამეთყველო რაღაცა ინტერპრეტაციის ასე ვთქვათ რომ რუსეთი ოკუპანტია მაგრამ აი ეს მაგრამიან თავარი ამ შემთხვევაში და მე მიდის რომ აი დასავლეთი ხო ასეთია დასავლეთი გარყვნილია იქ რა ვიცი არაქრისტიანები არიან ხო რაღაცა იმის გავლება ტოლობის ნიშნის ძალიან ისეთი მეთოდოლოგიურად სრულიად დაუსაბუთებელი იმის რომ ტოლობის ნიშანი დასავლეთსა და რუსეთს შორის ასე ვთქვათ ხო და ჩვენ გვაქვს ესეთი ემპირიული მაგალითი ეს ფაქტოლოგიური მაგალითი რომ რუსი სამხედროები დგანან ყოველდღე გვიმეორებენ რომ დაივიწყეთ აფხაზეთი დაივიწყეთ დაბრუნება და დევნილების ასე ვთქვათ დაივიწყეთ საერთოდ არ გაივლოთ თავში ამ დროს რომ აი რუსეთი მაინც კულტურა საერთო გვაქვს ჩვენი კულტურა საერთო გვაქვს ეს ჩემთვის მე ვერ ხვდები რაშია საერთო სენტიმენტების გაღვივება და მათ შორის ისტორიის მოშველიებით მაგალითად და აქ არის საუბარი რომ აი ეს შერჩევით ნათესაობა როცა რეჟიმი არის ერთნაირი ხო იქ იგივე ორბანი ავიღოთ და ჩვენ შემთხვევაში და ავიღოთ თქვათ რუსეთი აქ არის უბრალოდ ისტორიის ინსტრუმენტალიზება იმისთვის რომ მოხდეს ძალაუფლების გამყარება მეტი მე ახსნა ამას აუძებ და ამ შემთხვევაში არის ესეთი ასე ნაციონალიზმი კულტურული იდენტობის საკითხები არის უბრალოდ რაღაცა ესეთი როგორც ეგრეთ წოდებული მასპინძელი იდეოლოგიები. ანუ სადაც აი ვთქვათ პარაზიტულად მიეკედლები აი როგორც ახო ალბათ ვიცით გამოთქვა რომ ნაციონალიზმი არის უკანასკნელი შარლატანის თუ არანაირის თავშესაფარი ხო? ანუ საერთოდ არ ფიქრობს იმაზე ვთქვათ ერზე და რაღაცაზე უბრალოდ ფიქრობს როგორ მოერგოს ეს ნიღაბი რომ რაღაცა სხვა მიზნებს მიაღწიოს. რაღაცა ჩვენ შემთხვევაში სწორედ ნიღბების გამოცვლაში ვართ, სულ და მას უყურებთ, რაღაცა ცარიელი სიტყვა ეს ერი ტრადიცია ევროპაში გაგვათხოვებენ რაღაცა ეს სრულიად შინაარსისგან დაცლილი ცნებებია, რომელსაც არ აქვს არანაირი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ცუდი იცით რა არის, საერთოდ არ აინტერესებთ ეს დაასაბუთონ მე არ გულისხმობ კარის ფილოსოფოსები რო არიან მოგეხსენებათ და რაღაცა ასე ვთქვათ სრულიად წარმოუდგენელ მოდელებს რო გთავაზობენ ინტერპრეტაციის და რაღაც სუვერენობას მივახციეთ თურმე, როდესაც რაღაცნაირად რუსეთს უახლოვდებით, ეს არის სუვერენობის გამყარება და ევროპისგან დისტანცირება და აი ამ ევროინტეგრაციის ჩაშლა არის თურმე რაღაცნაირად ამ პროცესის გამყარება და რაღაცა სრულიად რაღაცა ეს ქართულ სიტყვას აჯაბ სანდალის იმას რო გთავაზობენ, ერთმანეთში რო ურევენ ცნებებს, თეორიებს, ისტორიას, ავტორებს, როგორმე რატომ? აი სწორედ დეზინფორმაციის მეთოდია ეს, რომ შეიტანონ აღრევა ცნობიერებაში და ეხლა ყველა ხო არ არის ისტორიკოსი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი, ხო? საზოგადოება, რომელიც ძალიან ჭკვიანი და ბრძენი შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაცა სტატუსის მქონე ფილოსოფოსი რო გამოეცხადება და იტყვის, რომ აი ეს ასეა ბატონო და სუვერენული ვარ სინამდვილეში და რო გტყივა ის გეჩვენება და არ ტყივა ის პირიქით კარგად ხარ, ხო? აი ეს მიდგომა არის ძალიან მიზანმიმართული დეზინფორმაციული პოსტსიმართლის სტრატეგია, აი კლასიკური. მართლაც, აი მე კონკრეტულად იცი რა მაფიქრებს, აი კონკრეტულად ამ თემაში. რომ არ მინდა ერთი და ორი ადამიანის მაგალითი მოვუყვანო, იმიტომ ერთი და ორი ადამიანი და აბსოლუტურად აბსურდში და მარადში მსხოვრები კონება ყველგან შეიძლება დაიწყოს. მაგრამ შედარებით უფრო დიდ რაოდენობრივ სურათს გვთავაზობს სოციალური ქსელები.
რომელშიც შეიძლება ვიდეოს კონდეს მრავალი ასეული ათასი ნახვა და შესაბამისად მრავალი ათეული ათასი კომენტარი. და ამის დაცემა ძალიან მარტივია. უბრალოდ გავხსნათ TikTok-ის, Facebook-ის, YouTube-ის სოციალური ქსელები და აღმოაჩენთ ესეთ რაღაც ვიდეოებს. Жизнь в Батуми. Жизнь в Грузии, жизнь в Тбилиси. Кухня грузинская, да, რაღაც. Самый лучший хачапур Сололаки. ხო, და ეგეთი რაღაცა. ანუ იგივე ადამიანს, ქართველს. მოდი გვარაობითად ზოგად რაღაცა ერთ-ერთ ზოგად ქართველს წარმოვიდგინოთ. წარმოუდგენია თუ არა რომ ებრაელი ამზადებდეს ესეთ ვიდეოს ცხოვრება თელ-ავივში. ისა ცხოვრება მაპატიეთ ირანში მაგალითად. აი შეიძლება წარმოიდგინოთ ესეთ რაღაცა რომ ვიღაცა ებრაელმა ესეთი ვიდეო რო გააკეთოს მაგალითად ცხოვრება ისპაჰანში. ისპაჰანის სამზარეულო დაუშვათ თეირანში. ან იგივე ირანელმა რო გააკეთოს დაუშვათ ცხოვრება იერუსალიმში. ეს ხომ წარმოუდგენელია ესეთი ლაღი ვიდეოები რომ ბუნებაში არსებობდეს. ანუ თუკი იქ ეს სიცხადე, ანუ ამისთვისაც ცხადია რომ ეს რაღაცა საკმაოდ რთულად წარმოსადგენი რამ არის რომ აი ეს დაპირისპირებული ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლად მიდიოდნენ და იქ კულტურულ ქსელებს ქმნიდნენ და არა მართლა უბრალოდ დასვენებას, ეს დასვენება კიდე შეიძლება ნაკლებად რაღაცა მტკივნეული პროცესი იყოს, კულტურულ ქსელებს ქმნიდნენ, ანუ სოციალურ ჯგუფებს ქმნიდნენ, ეკონომიკურ ქსელს ქმნიდნენ და მოუკიდებლებს, რომელიც კი იხდის გადასახადებს, მაგრამ რაღაცნაირად ერთგვარად უკვე რაღაცა პატარა ლიბრა გადაკრული, ერთგვარად გამოთიშულია რაღაცა თითქოს ორგანიზმი. და თელი კომენტარების ქსელი იყო ძალიან შემწყნარებული, უსწორებდნენ რომ არა ხინკალი ესე კი არ უნდა ჭამო. დანარჩენად არ შეიძლება მიირთმევა, ესე უნდა მიირთვა, რაღაცა რეკომენდაციები როგორ უნდა მიირთვა, ნუ ბაჟე არ შეიძლება კოვზით მიირთვათ, უნდა მიაყოლოთ რაღაცა. ეს კეთილგანწყობა არის ზუსტად კრიტერიუმი იმისა, რომ არ გვესმის, ყველაზე ცხადი რამ არ გვესმის და ეს ყველაზე ცხადი რამ არის სამი მასშტაბური, მასიური ომი, რომელიც დამზარალებული განა ისტორიულ მეხსიერებაშია, რომელიც ციგნებში შეიძლება ამოვიკითხოთ. შეიძლება ჩვენი მეზობელი იყოს. ადამიანია, ცოცხალია. აფხაზეთის 92-93 წლის ომის, ასე თქვა, დაზარალებული ადამიანი დღეს ცოცხალია. იგივე როგორც პირველი ომის და 2008 წლის ომის დაზარალებული დღეს ცოცხალია. ამის მიუხედავად ეს. რატომ? აი კი გამეცი პასუხი, მაგრამ ძალიან უცნაურია რომ ამას ვერ ვახცნობიერებთ. აი ეს ჰიბრიდულობაზე ვილაპარაკეთ, აღრევაზე ვილაპარაკეთ, თელეგას თქვათ ამ დეзинფორმაციულ ასე თქვათ სტრატეგიებზე თქვათ აქ შემამასთან მივაბად მაგალითად კონსენსუსის იმის მორღობას შეიძლება დავუკავშიროთ ეს ყველაფერი, როცა ბოლო-ბოლო ვერ გადავწყვიტეთ რა გვინდა საზოგადოებამ. აი ეგ ძალიან. აი ეს ვერ გადავწყვიტეთ, მაგალითად სტალინი ვინ არის? თუ დემოკრატიულ სივრცეში ყოფნა გინდა, ხო. ეს კი სტალინის ადგილი ჩვენს მემორიალურ კულტურაში არ არის ისე როგორც არის, როგორც დიდი ბელადი. ახ ცხადია, უნდა გახსოვდეს როგორც საბჭოთა წარსულის ნაწილი. გორის მუზეუმი არის ესეთი ცხადი ფაქტი, ესეთი მაგალითი, რომ ფაქტობრივად არ შეცვლილა საბჭოთა პერიოდიდან. ის თხრობის მანერა, ასე ვთქვათ, ის ექსპოზიციების, ასე ვთქვათ, განლაგება თვითონ მუზეუმში, ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა. ანუ ეს მიანიშნებს იმაზე, თუ უფრო უარეს ახლა სტალინის ხატი და ამ შემდეგ, ხო? და ეს მხოლოდ ამ ფიგურას კი არა, ზოგადად ეს ყველა ტიპის ვარიაციის ხინკალშიც და აი რა თქვენ ახსენეთ, ხო? აი ეს რაღაცა მთელ ამ რეპრეზენტაციებში, ასე ვთქვათ, ჩანს ეს ჩვენი გაურკვევლობა. აი ვინ ვაგვინდა, სად მივდივართ და ასე შემდეგ და ეს არ ამგონია, ვთქვათ, საზოგადოებაზე უნდა გადავიტანოთ ეს მაინც ისა ჯოხი. აქ არის ძალიან მიზანმიმართული, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, მიზანმიმართული ეს მცდელობა, რომ რაღაცნაირად ეს პარამეტრები აირიოს. ეს პოლიტიკის ნაწილია.
ეს არ არის შემთხვევით რაღაცა მივდივარ და გზას ვიკვლევ და რაც შეხვდება ისე გავდივართ, არა. ეს არის მიზანმიმართული დაგეგმილი, ასე თქვათ, რაღაცა ნაბიჯები, რომ აი ესეთ დაგვაშორონ არა მარტო ისე გეოგრაფიულად და პოლიტიკურად და რაღაცა სტრუქტურულად დასავლეთს, ხო? არამედ მიგვაჩვენონ და გავითავისოთ, რომ ეს დასავლეთი რა გახდა ეს ლიბერალიზაცია ბოლო აიღებ ვიზაზაც ახვა. ხო, რას გვამადლიან 90 დღე. რას გვამადლიან და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის ესეთი ეს მახსენდება სხვა რეალობა, მაგრამ თომას მანის მარიო და ჯადოქარი. თუმცა ნელ-ნელა ხდება განაცდისფერება სამყაროს, ფაშისტური როგორ ხდება სამყარო, აი თვალწინ. ადამიანი იცვლებიან აქციებით. აი ეს ახლა იმის გულხელ დაკრეფილი ყოფნა და მშვიდად ყოფნა რომ აი რაღაცა ქართულ საზოგადოებას მაინც დასავლური ისაკ ორიენტაცია თავისთავად და ამას არაფერი არ შეარყევს. ეს ნამდვილად ასე არ არის, იმიტომ რომ ესეთი ჩაწვეთებით რაღაცა გაჟონვით თუ შეიძლება ასე ითქვას, რაღაცა იმ გაჟღენთვით მოდი ესე ვთქვათ, აი ამ ის დისკურსის მიგვიყვანს იქამდე რომ მართლა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ქსოვილია ეს რაღაცა ცნობიერების თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც დაგვაშორებს უკვე კონსენსუსიდან დაგვაშორებს, რომელიც აქამდე გოგონა რომ რაღაც მყარი იყო და რაღაცნაირად ურყევი, ესე ვთქვათ, ჩვენში გამჯდარი და ეს კითხვაც კი ხო არაბუნებრივად მოგვეჩვენებოდა და ეხლა უკვე კითხვები არ მარტო კითხვები, არამედ შეიძლება ქმედებებიც არის ამ შემთხვევაში შეიძლება კი არის როგორც უყურებთ აი ჩვენს გარშემო და ამ დროს ახლა რა უნდა მოხდეს ახლა მინდა რომ ეს ისევ დისიდენტების რაღაცა რამდენიმე ფრაზა მინდა ვთქვა აი მოვიყვანო იგივე მაგალითად ესეთი ჰაველის სარო ეს დამორჩილება ასე ვთქვათ ინარჩუნებს თქვათ ძალადობას და ოპრესიას, ხო? იყო ესეთი ცნობილი ჩეხი მოღვაწე პატოჩკა, რომელიც ამბობდა, რომ ნიშნულობის ძიება, ანუ სიმართლის ძიება, ასე თქვათ, ანუ იგივე ფაქტოლოგიური სიმართლის დადგენა, თუნდაც ჩვენებურად რო გადმოვიტანოთ, ხო, ჩვენ შემთხვევაში არის ჩვენი პასუხისგებლობა. ანუ ახლა და დღეს უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები და არა ის რომ რაღაცა მოხდება მზე თავისთავად არ ამოდის. ეს ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ რა და ახლა ეს მიდგომარი და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო არის იგივე ჰელერის და ცნობილი ფილოსოფოსის და მიხნიკი ასე თქვათ გამოთქმა რომ უნდა შევწყვიტოთ თქვათ დანაშაულება და ასე თქვათ ავიღოთ ასე თქვათ პასუხისმგებლობა და ჩვენ ვართ ისტორიის სუბიექტები და არა მისი პასიური ასე თქვათ ნაწილი, ხო? აი რაღაცნაირად აი სჭირდება ჩვენ იმ გაგებით რომ ასე საზოგადოებრივი რომელიც ყოველდღიურად ხედავთ, ხო, სხვათა შორის რუსთაველის გამზირზე ეს რაღაცა მართლა თავგანწირული მიდგომა და მე მინდა მაინც ეს იმედის ის კონდეს რომ რაღაცა მგონია რომ ეს ჩვენი საზოგადოებაში მაინც არის ის რაღაცა არ გაქრება ის რაღაცა ის მუხტი, რომელიც რაღაცნაირად იქნება რეზისტენტულობის მუდმივი წყარო. ამის იმედი მაქვს. მალხას, მოდი ჩვენი დისკუსია აი ამ ბოლო საინტერესო კითხვით შევაჯეროთ. ჩვენ აღნიშნეთ, მე მგონი სწორად აღნიშნეთ, რომ თავისთავად აი ამ ერთგვარი რაციოს ანუ დეფორმაცია შეინიშნება არა მარტო ჩვენთან, არამედ შეინიშნება თანამედროვე სამყაროში. ზოგმა შეიძლება პოსტმოდერნი უწოდოს ამას, ის უწოდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ანუ დღეს ყავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახით ადამიანი, რომელიც ხილებულია რამოდენიმე დანაშაულში, ქონდა რამოდენიმე ბრალდება წარდგენილი მისი დისკურსი და მისი მეტყველების ასე თქვათ ენა არის არა თუ უბრალოდ ანუ სახალხო, არამედ შეიძლება ითქვას ანუ არაკულტურულიც. ესეც ამის ნაწილია და არა უბრალოდ ერთი ადამიანის მიერ შექმნილი დღის წესრიგი. სხვა მსგავსი ასე თქვათ, ერთგვარი გაპოპულარულება თვითონ აი ამ პოლიტიკური ელიტის, პოლიტიკური კლასის გაპოპულარულება, მისი გამარგინალება, ბევრ ასე თქვათ სისტემაში შეინიშნება. ჩვენი რეალობა
შეიცვლება აი ამ გლობალური სურათის შესვლის შემდეგ, იმიტომ რომ ისტორიას აქვს აი ამ დინამიკას ერთგვარი ტალღების რაღაცა პროცესი შეიძლება ეს რაღაცა ტალღაა და რეაქცია რაღაცა ლიბერალურ ასე თქვათ რეალობაზე. რომ ლიბერალურმა რეალობმა შექმნა ძალიან ბევრი ასე თქვათ იდენტობები, იმ იდენტობების რეაქციამ შექმნა აი ამ მემარჯვენე რაღაცა მეორე პოპულიზმი, ხო? ისევ კონსერვატიზმი და ისევ ოჯახი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამასაც მოყვა თავისი სულელები. ახლა ხო ხედავთ რომ სულელები მოყვა. ეს დასრულდება და მე დასრულდება ეს რაც აქ ახლა აქვს. სამწუხაროდ ჩვენ სამწუხაროდ რა ის ემპირიული და ესეთი სწორი მეთოდოლოგიურად სწორი დასვნა იქნება იმ გაგებით რომ ჩვენ არა ვართ კონსული რაღაცა ჩვენი ტრაექტორია არა გვაქვს ჩვენ არა ვართ რეგიონის მიღმა ჩვენ არა ვართ უფრო ფართო კონტექსტის მიღმა პირდაპირ იმოხდეს მაგალითად უკრაინაში რაც მოხდება ის ჩვენზე ისახება ნებისმიერი სცენარი მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს გამარჯვების სცენარია და რაღაცნაირად არც ვშვებ იმას რომ სხვანაირად შეიძლება წავიდეს ყველაფერი მაგრამ პირდაპირ ვარ დამოკიდებული აი როგორც ჭიპლარით როგორც იტყვიან ვარ მიმბული აი ამასთან გარემო კონტექსტი იგივე ეს ჩვენი ეს რაღაცა ეს მემარჯვენე ასე თქვა რაღაცა პოპულიზმის აღზევება იმ ძალისა რომელიც თავიდან თითქოს სოციალ-დემოკრატიული მოვიდა თითქოს და ეხლა უცბად რაღაცა მოხდა ეს იმაგას გადასხვაფერება ამ იმის და რადიკალურ გვახსოვს ხო ეს მაგ კონსოლიდაციის ასე თქვა ეტაპები როგორ გაცვლიდნენ ასე თქვა როგორც ფოთლები ეს ლიბერალურ პროგრესული ადამიანები და ძალები ამ ძალაზე რაღაც მოხდა კონსოლიდირება თითქოს აი თავის ნამდვილი სახე გამოაჩინა ამ ყველაფერმა თუმცა მაშინაც იყო ის ბირთვი იყო ეს უსტატი იყო ჩემთვისაც ეს ცხადი იყო თავიდანვე სურპრიზი არ არის რაც ნამდვილად არ არის ეს სურპრიზი პირიქით გამიკვირდება რომ სხვანაირად მომხდარიყო ყველაფერი მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება ბევრი არ მეთანხმებოდეს მაგრამ მე ასე ვფიქრობ და რაც კონტრარგუმენტს ვერ ვხედავ მაგრამ აქ თავი რაზეა თქვენ კითხვას რომ მიუბრუნდეთ აქ თავი არის ის რომ აი ეს ტალღები პირდაპირ არის გამოხატულება და გამოვლენა რაც ხდება ზოგადად ეს ზოგადად ჩვენ ცხოვრობთ კრიზისის სამყაროში ეს კრიზისი არის როცა არ არის ეს მყარი თუნდაც ეს დემოკრატიული იმაზე აპელირება ფასეულობებზე ლიბერალიზმი გასათათხი სიტყვა გახდა ასე თქვათ ხო ისე იყენებენ აი რაღაცა ლიბერალი არის ძალიან ცუდი სიტყვა ლიბერასტი და ხო აი დაახლოებით და ამას ამბობს მაგალითად ადამიანი რომელიც არის ვერ გაიგებ კონსერვატორია რა ვიცი მემარჯვენეა უბრალოდ სოციალისტია იმ გაგებით რაღაც სინოცენტრულს რო ვეძახი თუ ვინ არის იმიტომ რომ ძალიან თვითონ აქვს რაღაცა ის აღრევა ცნობიერებაში რომელიც არის მიზანმიმართულია თუ მართლა ესეთია არ ვიცი მაგრამ იმის თქმა უნდა რომ ჩვენ ვართ აი გლობალური მიმდინარე დისკუსიის და პროცესების ერთ-ერთი გამოხატულება და გამოვლენა. ანუ ეს ღრმა კრიზისი ზოგადად არსებობს ყველგან, რა ვიცი, ამერიკაში იქნება თუ ევროპაში იქნება და ეს არის ძალიან ისეთი როგორც ჩანს ისეთი მიმდინარე პროცესი და მე იმედი მაქვს რომ რაღაცა ახალ კონსენსუსამდე მივალთ და იქამდე რომ ისე ნაცრისფერი დაბრუნდეს უკან. ისე ისტორია სწორედ როგორც ჰანა არენდი ამბობს რომ აი მარადულ ისე წყვდიათში არ ჩავეშვებით. ხო, ანუ პირიქით ეს იქნება დროებითი სეტბექი, როგორც იტყვიან, ანუ უკუსლა დროებითი და უკუსლიდან მე უფრო დიდ ნახტომს გავაკეთებთ. მე ამის იმედი მაქვს. დიახ. და სამწუხაროდ ისევ ამ იმედთან ერთად არის აი ისტორიის ციკლურობის კარგი მაგალითი, რომ ყველა ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება საკაცობრიო ისტორიაში ისევ დაკავშირებულია დიდი ომის რეზოლუციასთან. ანუ ნაპოლეონის ომებმა გადაწყვეტა ერთ დროს სოფლიო ომები. ხო, რაღაცა რესპუბლიკური მმართველობის გამტკიცება, ну, ჯერ ვერ რა, კიდე 50. მე მგონი უკრაინის ომი რაღაცა ამ მასშტაბის ომია. საეტაპო ომია. საეტაპო ომია. ეს არ არის რაღაცა ისეთი რიგითი მოვლენა, რაღაცა კონფლიქტი ეს არის. არნახული მასშტაბის ომი, რომელიც აქ რუსეთსა და უკრაინის ამბავი გაწყდება, აქ ხდება ზოგადად სამყაროს
რა იქნება სამყარო შედის ამ დიდ ჩიხში, ან გამოდის ამ პრობლემიდან და სხვა რაღაც რეალობა იწყება ალბათ. სამწუხაროდ რა არის, რომ დემოკრატია როგორც ჩანს მართლა გამონაკლისია ვიდრე წესი და ამას უნდა მუდმივი გაფრთხილება და ამიტომ აი ტიმოთი სნაიდერს ამბობს ამას სულ რაღაცნაირად, ამიტომ არის ეს რაღაცნაირად ეს პასუხისგებლიანი ისტორიაც საჭირო მაგალითად რომ რაღაცნაირად აი ეს იმუნური გახდეს ხო და ამიტომ დარგია რამეთ ის წარმოსახვაც აი რაღაცა ვირუსებისგან რომელიც აი კოვიდივით არის ყოვლის მომცველი და დამანგრეველი ნუ შიგნიდან ის გამოთქმა რა არის ხო როგორ დაიწყო ეს ევროპაში კრიზისი ეჭვების იმპორტით რუსეთიდან ეჭვების იმპორტით შინაგანად ქმნის საზოგადოებას რომ ანუ ესე იგი ის არ არის რაც მე მინდა და ბუნებრივია რომ კითხვა უნდა გიჩნდებოდეს არ არის ახლა დიდი პრობლემებია დასავლეთში და ამას უნდა გამკლავება მიხედვა და ასე შემდეგ ეს სოციალური პრობლემები და ასე შემდეგ ხო ახლა ყველათ არ ჩდება ეს ასე დისკუსიები თუნდაც ამერიკაში და დასავლეთში მაგრამ ამის ეს არ ნიშნავს რომ პუტინმა ჩაანაცვლოს რა დასავლეთი ეს არის ჩემი მე მინდა მე ვფიქრობ რომ დასავლეთის ფარგლებში უნდა მოხდეს ასე ვთქვათ ან გლობალურ სამყაროში რომელიც მარტო დასავლეთი კი არა ზოგადად გლობალურ აი პროგრესულ სამყაროში უნდა მოხდეს რაღაცა გაჯანსაღება და თავიდან დაბადება თითქოს ხო იმედია იმ სცენარით როგორც ჩვენ გვინდა ხო ალბათ საეტაპო ომი ნამდვილად მე მიმაჩნია რომ საეტაპო ომია დასრულება საკაცობრიო ასე თქვათ სიკეთის სცენარის მიხედვით მადლობა მალხას მეგობრებო ძალიან ხმად ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო დისკუსია გქონდა მეგობრებო ეს გახდათ დოქტორი მალხას თორია ხო მე ირაკლი მეფარიშვილი გქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ისტორიაზე უახლეს ისტორიაზე იმედია და გაინტერესებთ ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას იგივე ხაზით ნახვამდის